მოგესალმებით სამეტარონის ვიდეოს ვიფცეში კიდევ ერთხელ და როგორც იქნა დაუბრუნდით ჩვენ დროულს პოდკასტებს და უკვე მეგონა მე-18 ეპიზოდია ეს. ხო, სადაც მანდ ვართ. უკვე ორ რიცხვებში ვართ, так что კაია. თამაგებამდეც მივახდეთ ერთ პერიოდში. ხო. მოგეთ, მარტივად დავიწყოთ. შედებით დიდი ნიუსი მოხდა გუშინ თუ გუშინ წინ და ეგ არის My Mini Factory იყიდა Thingiverse. Thingiverse არის ერთი ყველაზე ძველი რეპოზიტორი 3D მოდელების, რაც კი მე ვიცი ყოველ შემთხვევაში რა. მე გვიან მოვედი თამაში შედარებით და არა შემთხვედრია Thingiverse, მაგრამ მაინც ყველაზე მდიდარი არ არის ამ წამში. ბევრი რაღაცა არის, მაგრამ ძალიან ძველი რო არის, რაღაცა ერთ მიეგდო. ყურადღებას სუდისეო აქვს შეიძლება. არა, თეორიაში პირიქით არის ყველაზე კაი არა, 3D მოდელში შეძებ, მაგრამ პირველივე სამას აგდებს ხოლმე რა უბედესად. მაგრამ არაფერი არ აგდებს. ხო, ანუ ეგ არის რომ ასე თვითონ შიდა SEO მაგარი ბანძია რა, ანუ საიდეროში კიდე რაღაც მოდელის პოვდა, მანდ არის აი ძალიან კატასტროფა. და ნორმალური თაგები და რაღაცეები დიახ არ მუშაობს და ასე. თაისა ანუ ერთი რაც მოხდა, რა კომპანიის ქვეშაც იყო თავის პერიოდში Thingiverse. ანუ იყო просто ვიღაცი მაგააკეთა რომ აგერ იყოს რეპოზიტორი. ანუ თავიდან გააკეთა ლაზერული გრავირებისთვის საჭირო რაც მოდელების, მაგრამ მე სასწრაფო აგერ მოდელებისაც გამოდგება და შეყარეს. მაგრამ მე რაღაცა თავის ხოდით აკეთებდა რაღაცა, ანუ კომპანია გუზულს უკან არ ედგა და რაღაც, მაგრამ მე ამას სტრატასისმა იყიდა და ხალხს ეგონა რომ ანუ ოპა სტრატასისი ამხელა ბრენდი და რაღაცა იხდება Thingiverse და არა ფეხებს დაიკიდეს არაფერი არ ხდებოდა რეკლამებით იყო გაძეცგილი აი ბოლო პერიოდში მე თუ ხარ შესული აი ეთი 12 თუ 16 მოდელს ხოჩეს მაგ თესვე და ეთი 3-4 რაც რეკლამის კაფსულა იყო მარტო და გარედან ყველგან რეკლამის კაფსულები იყო და მაგრამ ეხლა My Mini Factory რო იყიდა ანუ თავის soul-crafted სისტემა რაც გააკეთეს ასულობართან რომ ანუ მარტო ხალხის მიერ დადიზაინებული და არა გენერირებული სლოპი ესე ვთქვათ ანუ მას რაღაცები არ ყველაფერი ანუ სწორედ და კარგად გააკეთებული 3D ბეჭდვის მასეთი იქნება მაგრამ რა განხრევ წავა ზუსტად რაც ანუ მე ვთქვა ანუ შიდა კონკურენტები არიან ნაწილობრივ My Mini Factory და Thingiverse ანუ კი My Mini Factory-ზე უმეტესად ანუ რაც D&D-ის სამაგიერო თამაშებისაც ანიმე ფიგურების და ეგეთი ასეთ მინიატურები და სკულპტურები უფრო არის ვიდრე სხვა რაღაცეები. მაგრამ და Thingiverse-ზე კიდე პირიქით, ყველაფერი არის. ხო. და ანუ ეგ არის რაც ნიშაში კი კონკურენტები არიან, მაგრამ უმეტესად მაინც თავზე კედარში არის. რავი, ალბათ ისე იზამენ, რომ უბრალოდ რაღაცა UI-ს გაუმართავენ Thingiverse, ალბათ რაღაც searchability-ს და ну იმნაც My Mini Factory-ზე რაც აქვს თუ კაი კოდი უბრალოდ გადმოაკოპირებენ. კარგი აქვს და იმას იზამენ რომ შიდა კანიბალიზმი რო არ მოხდეს, რაც My Mini Factory-ზე Thingiverse-თან მისამართებენ ალბათ და ის 4 რეკლამა რაც იყო My Mini Factory-ის My Mini Factory-ის ფლოტებით ჩანაცვლება უბრალოდ, იმიტომ რომ თუნდაც ანუ აკვიზიცია არ ვიცი რამდენი გადაიხადეს, მაგრამ მარტო მაგათ ღირს აკვიზიცია რა გაქვს Thingiverse რომელსაც კარგი SEO აქვს აღმოჩენადია მაგრამ თან მოიკოჭლებს ხარისხის თვალსაზრისით და ის ყველა ის სარეკლამო სლოტი თემატურად Mini Factory-ისთვის მიმზიდველია. აი დაახლოებით ჩვენთან ველი სტორი ახლა ხო ცოტა კვდება ვიცი პრობლემები აქვს და ველი-სტორზე არაფერი არ მიყიდია, მაგრამ დაშვებას ვაკეთებ რომ ვიღაცა ხო ყიდულობს. ანუ ძალიან ბევრი ყიდულობდა რა. ანუ და ქუჩაში შევდავდი ხოლმე, სულ ხედავ ხოლმე რა ისეთ კარდონის ყუთები ან პარკები ველი სტორის სკოჩით და გადაკრული ხო. მაგრამ ეხლა ბოლო პერიოდში ან რაც პრობლემები მქონდა და ანუ ეხლა აქ ვიღაც აი My Market-ის სასტამა რო იყიდოს ველი სტორი. ხო. ანუ ხო ვითომ ანუ უფრო აი ამ შემთხვევაში ეს პირიქით ხო უკუღმა რა ველისტორმა რომ აი მარკეტი იყიდოს იქნებოდა ხო ანუ ამ შემთხვევაში ეგ შედარება ასე ანუ 17 თებერვალს Reddit-ზე იქნებათ AMA თვითონ ანუ My Mini Factory და Thingiverse-ის CEO-ებს რომ ანუ ჯანდაბას ვაკეთებთ ხო რა გაგვინდა როგორ დავქორწინდით ესე როგორი მიმართულებით დავიყვანოთ ანუ კი გასაგებ ჩვენი ხედვა გვაქვს მაგრამ ჩვენი ხედვა თუ თქვენ არ მოგწონდათ ან რეალურად ვინც აკეთებს ამ მოდელებს და ვის დებს, ანუ ეგენი არიან, ვისაც უნდა გააკეთო. ხო. რა, თან
ვინც ედებს მაგისას მარტივი საზრდელი იყოს და ვინც დებს იმისთვის ღირდეს რომ დადოს მაგ და არ დადოს რაც სხვა საიდზე. ნუ ეცე მაიმინი ფაქტორი მაგით რომ AI შევძვის იმდენად უცდილობს რომ იმ ის ნიშა დაიკავოს და იმ ნიშაში მოძლიერდეს რომ მიიზრდოს მეიკერები. მაგრამ მეორე მხრივ კიდე ის არის რომ ანუ კონსოლიდაცია. ანუ რაც თავისუფალი მარკეტი რაც ანუ თუ არ ვარ გიხარ ჩაკვდი თემა ხო არის რას მომენტში, მაგრამ აი ეგეთი ამან ეს იყიდა მე კი ვიღაცა სხვა რაც რო იყიდოს და ეგეთ ანუ რამდენად ბევრი რეპოზიტორი გჭირდება. ხო და მაგაშია საქმე რა რომ ანუ ცუდი არის რომ ეს შეეძნე თუ კარგი არის ორი რა. ხო, კარგი უნივერსალური რეპოზიტორი იყოს სადაც ყველაფერია ვითომ, მაგრამ ნუ რეალობა ისაა რომ Thingiverse მივიდა იმ მდგომარეობამდე, როცა უბრალოდ ერთ-ერთი ძველი საიტი რო არის და Google-ი რო კარგად აღიქვამს და მოწყალედ უდგება იმის და მიუხედავად რომ მოიკოჭლა სხვა ყველაფერში, თვითონ ეგაა ქონდა ჩემი აზრით ყველაზე ღირებული რა. ამ აგვისტისთვის რომ უბრალოდ SEO ფული ღირს, SEO ფული ღირს და თან რა ისტორიის მოდელები აქვს რა. კი და აქვს მიკერძოება Google-ს ძველი დამკვიდრებული საიტებისადმი რა უცებ აღმოჩნდა რომ იგივე არის ანუ Facebook-ს ჯგუფებს რო ყიდიან ხოლმე რატო ყიდიან ხო კი თან ხალხი ყავს თან დიდი ხანია რო არის რაღაც Twitch-ში უფრო ნაკლები შანსია რომ რაღაცა მოუვიდეს მაგჯობს სადაც ანუ ისტორია 15 წელია უკვე არსებობს რაღაც რა მაგრამ ერთი ის არის ანუ დაახლოებით ის პრობლემაც მექნება ხანდახან აი სტაკაბელო ხო, ნუ კარგი იყო ბჭყალებში, რომ ანუ კაი იყო რომ იყო. ხო, ის ანუ ერთ რაღაცაში იხდი, ხო, და გაკ. მესმის ყველა არქი რასაც მიეწოდება, ანუ მე იქ საკაბელოდან. მაგრამ ეხლა ანუ ჩვენთან იმდენად არა, მაგრამ უფრო ანუ ევროპაში და ამერიკაში ასე Netflix, HBO, Hulu, Kiwi რაღაც 15-იანი და ყველა თავისი რაღაცეები აქვს და ანუ ყველა subscription-ი ჭირდება რომ შორის ის არის ამერიკაში ხა ეგ ხდება რომ რაღაცა black market box ყიდულობ და ყველაფერი გაქვს რა რომელიც პირატული არის და კი ყველაფერი პირატულია მაგრამ რაღაცა $300 ყიდულობ რაღაცა ყური box ხო და ბუმ რა უცებ ყველა subscription-ი გეჭდება მაგრამ ეგ ანუ ეგ ამდენი subscription-ი გაიშთა ყველგან რომ ერთი შოუ არის ან ერთი კინო რომელიც გინდა და მთელი subscription-ი გადაიხადო ამით კინოს გამო ანუ სასტავი ახლა რა შევა ანუ მაგ subscription-ს აკანსელებს და ის საკაბელოზე გადადის რატო საკაბელოზე რა ხდება რა საკაბელო ანუ კიდე $80 თქვა რა თუ ზათფასი არის მაგრამ ეხლა ყველა შოუს რაც საკაბელოზე შეიძლება უყურო ან $40 უნდა გადაიხადო ერთი $200 subscription-ები და ანუ ფაქტი დაუბრუნდა ის საკაბელოს და იგივე არის. ხო, ისე ეგ ნაწილი არსებობს, ხო, იმიტომ რომ ის არის. ანუ კი დაგუცმაც და რომ იქ მარტო $20-ია subscription, იქ მარტო $20, მაგრამ 10 subscription დაგიგრო და ხო, მე რა. ხო, კი, თითო $5-ია და $5 არ ითვლება რა, ცოტა არის, მაგრამ მე რო გადახედო თვის ბოლოს და $200 მოგიდა. ანუ კაი ანუ უმეტესობა ანუ სამი მოდელების რეპოზიტორიებზე subscription-ები არ არის. ანუ კი I think თუ მოგწოს მოდელები რაღაც თავისი paid gated მოდელები აქვს, ანუ mag modeler subscriber და არა მთელ საიტს. აუ ისე ცოტა ეგეც კარგი მწველავი სისტემა აქვს, იმიტომ რომ ანუ ეხლა არის მე Thanks-ზე ერთადერთი მოდელი Leha Design-ის subscription-ი მქონდა ნაკლი და ნუ $8 და 4 დაუნლოდი გაქვს თვეში. რაღაც ეგეთი რა, ხო და ანუ $2 თითო მოდელი რა ჩათვალე. $2 თითო მოდელია, მაგრამ თაკი მოდელი რო იყიდე თუ 3 თვის წინ კი არა და ზაფხულში ვიყიდე ეგ subscription-ი და ერთი მოდელი გადმოვწერთ და მე დამოვიწყდა რა და ყოველთვე მოდის კი Leha Design-ი და ხო ბადლობა $8-ში რომ ასაპორტებ. ანუ ეგ არის ყველაზე კაი მოხوارებელი ხოლმე რომელიც იხდის და და ან ჩვეულებრივი gym membership-ის ამბავია, ოღონდ თან ან ის არის რა, არ ვიცი. მე subscription-ების tracking-ის უნარები საშინელი მაქვს. მე ყოველთვის მოვიწყდება გავუკეთებ. auto cancel. თან ისა რომ ანუ subscription-ი გინდა, ჯერ Visa ბარათის ნომერი გითხარი და მე გააკეთებ account-ს. ხო და მარტო subscription-ი ზოგჯერ account-ს რო აუქმო. subscription-ი მაინც არ გიუქმდება, იმიტომ რომ subscription-ი რაღაცა Stripe-ზე ადარეგისტრირებული თუ რაღაცა ცალკე ამბავზეა და ფულს მაინც გაჭრის.
და ვერ გავუქმებ თვითონ აკაუნტი აღარ გაქვს. ხო და ვერა უქმებ subscriptions, იმიტომ რომ აკაუნტი არ გაქვს და რა ჯანდაბა ხდება, სად მივდივარ და მე მეილზე ისტერიული კარენი მივვარდები ხოლმე რა. მაგრამ რო ჩაუბრუნდეთ, ანუ ეხლა ანუ რამდენი საიტია, ანუ რო დავიწყოთ, ანუ ყველაზე პოპულარული და ყველაზე კარგი ჩემი არის, ანუ საშუალოდ არის Printables. მე თუ Makerworld-ის Makerworld არის, გას მაგაზე მე მაგ საიტებს საკი ვიდეოს ვაპირებ, რომ მაგათი ახსნათ Makerworld არის თან კარგი, იმიტომ ანუ მაგრამ ისა რომ ძალიან pastel basic რაღაც მოდელები დევს რა რაღაც ისეთი ანუ ინჟინერული რაღაც ისეთი თუ მოგინდა რა ცოტა ანუ სხვანაირი რა მანდ არის ყველაფერი რაღაცა ეფის მაღაზიაში რომ დადო რაღაც მოდელი მაგიტოა კარგი რა curated უფრო არის და მაგოშერი საკაიფ მაგრამ იგივე მოდელი სხვაგანაც არის მაგრამ სხვა რაღაც არის ანუ things-ზე მაგალითად ძალიან ბევრი ანუ მექანიკური და ინჟინერული რაღაცეები არის მე რაც next print-ზე ანუ ელეგუსთვის და რაღაც ანუ იმდა კარგად დასლაისებულია Makerworld-ზე ბამბულაბზე მისთვის როგორც არის პრესტები ანუ მაგათ ელეგუსს აი რაღაცები და ანუ მე კი cool-ზე რაღაც კაი მოდელები თუ გინდა ფასიანი ღირსი მოდელები მაგრამ კარგი მოდელები თუ გინდა მაგდა მიხვდები რა ანუ Thingiverse-ზე რაღაცა 2009 წლის რაღაც random და appliances ნაწილი თუ გინდა მანდ არის უეჭვე რა სხვა Thanks-სა და Culture-ის მაინც აი paid მოდელებისთვის ორი ეგ destination-ია რა ძირითადი ხო და Culture-ზე თვითონ მოდელი ღირს ფული და ძირითადად კარგი მოდელები ანუ აი ხო რა ფასი მოდელის შესაბამისი არის ხოლმე ხშირად იმ თვალსაზრისით რომ ანუ შეიძლება გარედან ერთი რაღაც საუბრობთ ერთ და იგივე Spider-Man-ის კოსტიუმი ერთნაირად გამოიყურებოდეს მაგრამ დავუშვათ რაღაცა $10 მოდელი არის რომ ხო აი რასაც ხედავ ის არის და მას არის და $200 მოდელია რომ მიჭრილ-მოჭრილია ყველაფერი და გამზადებულია რომ ნაწილები იდეალურად ჩაჯდეს და ინსტრუქციები და ხო რა და მოყვება მე რაღაც ხო რა მე კიდე Creality Cloud-ი არსებობს კიდე ცალკე რაღაც მანდაც რაღაცეები და მაგრამ ეგ არის ო Creality Cloud-ი რაღაცა ცალკე სექტა მგონია რა Creality სექტა ხო ანუ მე ვარ Creality სექტაში და რო ვიხედები ვერ ხვდები ესენი როგორ არიან და როგორ არსებობენ მაგრამ არსებობენ რა და რაღაც modeling-ის კონკურსებია სულ და რაღაც ანუ ყველგან არის რა მე კი Frozen-ს მე თავისი აქვს ანუ ეგ არის რომ ამდენი რაღაცა რო არის და ანუ ყოველას თავისი ექსკლუზივები რო უნდა და რაღაცეები რა ანუ რაღაც პოჩი Twinsburg ყავს რომ ანუ რაღაცა მოდელის პონო თუ გინდა ანუ 700 საიტზე უნდა მიხვიდე რომ რომელიღაცაზე ხო არ არის რა რაღაცა აი ანუ ამდენი ბრენდის პრინტერი რო გვაქვს ანუ უბრალოდ დასლაისებისას მებრუყება ხოლმე ბიჭო Twin იმიტომ რომ ორკა და მაგეჟანი კი მაგრამ ორკათიც ხო ანუ რას გეუბნები რა რომ G-კოდის და ექსპორტების ნაწილი მაინც მაღიზიანებს იმიტომ რომ ხო რა რაღაცა ბუმ ეს კარტისთვის აი კიდე რას რა კი ბატონო ორკა არის მაგრამ აი ხო უნდა გადავრთო რა ხო იქ რო უნდა ხო device რო გადავრთე მე ფილამენტის ხო უნდა გადავრთო იმიტომ რომ ფილამენტის ეგრევე არ ახსოვს რომელ ფილამენტზე იყოს device რო ვცვლი რაღაცა default ფილამენტზე აყენებს რომელსაც ანუ პრინტერები ყველა მაინც ასე თუ ისე რაღაცა მასალაზე გვაქვს სპეციალიზებული ძირითადად რა ხო და ანუ ისა რა რომ პრინტერი გადართე პრინტერი გადართე სტატიკები გადართვალე G-კოდი დაექსპორტე და მე რა არის ხოლმე რა რომ აი დაექსპორტე G-კოდი და მაშინ შევამჩნიე რაღაცა შესწომა შესასწორებელი რო არის აი იმ Creality Slicer-ში რო გადავიტანე რა და არა მაშინ მიდიხარ ისე უკან ორკაში მაი უფრო Creality-ის ბრალი არის ხო არა ბაზარი არ არის Creality-ის ბრალია მაგრამ მივდივარ ისე ორკაში ვცვლი მოდელში რაღაცას თავიდან ვაექსპორტებ G-კოდს და თუ გამიმართლა და პრინტინგის დრო ისე შეიცვალა რომ თვალით გავარჩიო ხო მაშინ ხო კაი იმიტომ რომ არ ვიწვალებ ამ ფაილის სახელის შეცვლაზე და თუ არა და მაშინ ფაილის სახელის უნდა შეცვალო რომ დაიმახსოვრო რა რომელი არის რაღაცა კი და მე უცებ რაღაცა არასაჭირო კლათერი გეჩნდება რა ის კი არ არის რომ ის მაგიტო არის რომ პრინტ ფარმები ძირითადად რაღაცა ყველაფერი ერთნაირი იყოს რა რომელსაც თან ბევრი ანუ თათ არაპროფესიონალს ვერ დაარქვე მაგრამ ანუ მაინც
არაპროფესიონალური ფარმები ანუ უმეტესობა არის ბამბულაბის მანქანებზე. ანუ უფრო პროფესიონალები ან თავის მანქანას აკეთებენ, ხო. ან რაღაცა სტრატასისტი და რაღაც უკვე ანუ ინდუსტრიულ მანქანებს თეულობენ რა რაღაც რომ ანუ გათვლილია მაგას რომ ანუ იმუშავებს ანუ შეიძლება საუკეთესო ხარისხი არ არის, მაგრამ ეგ არ საუკეთესო ხარისხი იქნება სულ. ანუ არც გაუჯობესდება, არც გაუარესდება. ანუ პირველ პრინცზე და 100.000-ზე პრინცზე ედე იგივე იქნება რა. ანუ ედე იგივე VFA, ედე იგივე Z-offset-ი და ყველაფერი ედე იგივე იქნება რა. ასე ანუ ეს ჩვენი სამხარებლო მანქანებაცა გინ ელაგუ, გინ სოვოლი, გინ კაი, გინ ქალთი, გინ ბამბულაბისა P1-იან, P1-ისიან რაც არის რა. ანუ ყველას ვადა აქვს რა 118 თვე თუ ანუ იმ ამუშავენ 2 წელია პლუს თუ იმ და აი ვირივი თუ ამუშავე. ხო. თან პირველი პრინტი ბევრად უკეთესია ვიდრე რა შემდეგი პრინტები. ან თუ პირველი პრინტი არასდროს დასვი, მე ერთი მეორე მესამე სწორად დააყენე და მე რაც შემდეგი 100 კარგად ბეჭდა 101 ისე რაღაც ის არის რა რომ რეთიუნი უნდა ანუ რაღაც $500 რო ჩაეტიე ხო? ხო, ანუ ეგ არის. ეგ რის ფასად მოდის რა? ხო და ეგ იმის ფასად მოდის რომ რაღაცა ღვედი არ არის ყველაზე ძვირფასი ღვედი რაც კი რამე ბაზარზე არსებობს რა. ყველა ჭანჭი კი არ არის ყველაზე ძვირფასი ჭანჭი კი რაც კი რამე ბაზარზე არსებობს რა. ანუ მარტო ის ხო არ არის რომ რაღაცა ტვინი მარტო რაღაცა კომპიუტერი სკრინი და ის ხო არ არის ანუ სოფტის მხარე და ელექტრონული მხარე რა რომ პირდაპირ მექანიკური მხარე იმიტომ რომ რა ვიცი რა ხო სტრუქტურაა რომელიც ყლაპავს უამრავ ვიბრაციას ყველაფერს თავი რო გაანებო რა და დროში ეს მიკროწვდება რა ხო რა მიკროცვეთები და ესენი სად რა ყანყალდება ხო არა მაინც ისე კარგად არის რა თან ისა რომ ეს მანქანები უმეტესად რაც იყიდება უბრალოდ ანუ ხალხისთვის რა ანუ სამხარებლო მანქანები რაც არის საშუალო არითმეტიკულ საშუალოზე დაყვანილი რა პლუს რომ ანუ ეს გააკეთებს ყველაფერს კარგად. ხო, მაგრამ თქვათ აი როგორ ანუ ფეხსაცმლის დაბეჭდვა და მარტო ფეხსაცმლის დაბეჭდვა. ანუ ზელეფელდისნაირი რაღაც და ანუ შეიძლება ამაზეც, მაგრამ თუ მარტო ეგ არის შესაქმება, გააკეთებ მაგას. რაღაცა თუ ABS უნდა ბეჭდო რაღაც მანქანის ნაწილები, რაღაც ანუ შეიძლება კიდი არა, მაგრამ რაღაც მასეთ სპეციალურ დახროს შეიძლება. ან მაგალითად უბრალოდ აი ის რაღაცა სულ აი ამ სიმაღლე რაღაცეები თუ უნდა ბეჭდო სულ ხო რა რა ჯანდაბად გინდა 25 სანტიმეტრის ზის მოძრაობა რა ანუ ხო მასტიპრინტები გას ხო იღება ზუსტად სუ ეს თუ უნდა უბეჭდო ხო რა ანუ მირჩევნია რომ თუ ბაწყობ custom printers აი 2 სანტიმეტრი კონდეს ზის მოძრაობა სულ ხო არ მინდა მეტი ხო ეგეთ პრინტერებია აი ეს გარეგანათების ისინი რო არა ანუ ის ამობურცული ასოებისთვის ხო ანუ არის რაღაცა ეთი 50-50-ზეა, მაგრამ სიმაღლეში არის 100 სანტიმეტრი რაღაცა რა. იმიტომ რომ არ ჭირდება მეტი, არ უნდა მეტი სპეციალიზებული მანქანა, ეგ უნდა აკეთოს რა და ვის არის რა რომ ეს შეზღუდული რო გაქვს ზი ღერძი 10 სანტიმეტრამდე იმის საშუალებას გაძლევს მე რომ მაგ 10 სანტიმეტრში რაც შეიძლება reliable იყო. და ნუ ერთი ისა რომ უბრალოდ რაღაცა ზედმეტი გაფლანგული პოტენციალი არა გაქვს და არ გიცდება რაღაცები. და ნუ ნაკლებ სივრცეს იკავებს პირდაპირ მნიშვნელობით და ნუ ეს არის რა საქმეს აკეთებს და რას თხოვმე რა ან სპეციალიზებული და ანუ ყოველას მაგარი ხო ანუ ციგივერსიდან ძალიან გადაუხვდა მაგრამ ხო წამ აბა შემდეგი რა შემდეგი იყო პამ საინტერესო თემა 4D ბეჭდვა 4D ბეჭდვა რა ურიდურება 4D ბეჭდვა ორი ნიუსი არის ამას დაკავშირებული და ანუ მაგრამ 4D ბეჭდვა რო ავხსათ მარტივად არის 3D ნაბეჭდი რომელიც გარე რაღაცნაირი ზეწოლის გამო და უკვე როცა დაბეჭდილი არის რაღაცა სიზამს და უბრალოდ ანუ ესე გატყდება არა ხო არა ეს არ არის 4D ეს რაღაცა აუ ანუ აგერ ერთ-ერთი მაგალითი რაც ხოდა მოყვანილი ეს ვისი იყო ხო მადრიდის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი გააკეთეს ზამბარა რომელიც გახსნობაზე თუ ან როფუჭდება ფორმას იწვის. ხო და ნუ ეს ზამბარა როგორი რაღაც ხო რა დეგრადაციას იყენებენ როგორც ამ მეოთხე დეს რა. ამ შემთხვევაში როგორც გარე იმას. ხო რა 4D ბეჭდვა არ ნიშნავს რომ რაღაცა დროში გარდაისახება, მაგრამ თან დროში გარდაისახება, ანუ რაღაც პაწაწკუნდელა მეოთხე განზომილება არსებობს. აი
როგორც მეოთხე შეიძლება იყოს დრო, რაც ტემპერატურა, დენი რაღაცეები. ნუ ამ შემთხვევაში ხო და ამ შემთხვევაში რა არის, რომ დავუშვათ აი ხო არის წყალში ხსნადი მასალა PET და არის PETG ჩვეულებრივი მასალა, რომელსაც ხო ფება თუ pH თუ რაღაც ხო pH-ი თუ რაღაც ხო რომელიღაც ხო წყალში იხსნება ხო PVA ხო PVA PET არა PET არ იხსნება წყალში ხო ხო და რა შესაძლოა რა რომ გააკეთეს ზამბარა რომელსაც ნაწილები აქვს PVA-ის ისეთი რომ გაშლაში უშლის ხელს და რა ხდება რომ ზამბარა არის რომელიც ოდნავ მოპრესილია მუდმივად და PETG აქვს თავის ფორმის აღდგენის უნარები და მოჭიმული რო არის არ ჩდება ისე როგორც ეს ზამბარა რა და როდესაც თუ ამ ზამბარას ეს PVA-ის ნაწილი წყალში გაიხსნება და როცა PVA დეგრადაციას განიცდის მაშინ გაიშლება ეს ზამბარა რა და ერთ პრინტში არის ჩამჯდარი ეგ ამბავი მულტიმატერიალური და ანუ რამდენ რაღაცის საშუალებას გაძლევს როგორც ანუ ეს ვთქვათ დებილი სენსორი ანუ ბატარეა რო არ ჭირდება ან რაღაც ან ვთქვათ ანუ წყალი ჩაგიდგა თუ არა სარდაფში შეიძლება გაიგო ანუ შეიძლება ხოლმე ჩაგიდგეს შეიძლება 50 წლის მერე და რომელი რა პაჩიკოვი ბატარეა გაძლევს 50 რა ეგ თემა არის და ბიოპრინტინგშიც ანუ ეს არის რომ რაღაც დავუშვათ თუ რაღაც იმპლანტი გააკეთე ისეთი რომელიც დროში უნდა გაიწოვოს და მერე ჩააჭიროს ან ამ შემდეგ რაღაცა პოტენციური აპლიკაციები უამრავია მოკლედ ეგეთი მაგალითად რო იყიდება უკვე წინასწარ გადაკეთილი ორიგამის ფურცლები ანუ უბრალოდ მოგდის ანუ არის ინსტრუქცია და ანუ ვერ გადაუხვევ დიდად ანუ არასწორად ანუ შენით როცა აკეთებ ორიგამის ხორაც უნდა გადმოტიხ რაც გაწეო და ის უკვე არის просто აწყობ რა ლეგოს თავით ერთი ეგ არის და ანუ იგივე შეება ეს რომ ანუ ანუ ის ბიო 4D პრინტინგი რაც ხო ანუ ერთი ფუნქცია აქვს და მას შევა და მაგას გამახსენდა თუ რაღაცა ანუ პამპოდკასტზე არ გელაპარაკე მაგრამ ისე ვილაპარაკობდით იყო აი იმას რა ქვია კლო გეიმი რო არის არ ვიცი ანუ ყველგან გვაქვს ნახე ანუ რაც უეჭველი ზევით რო ძალიან ეჯახება და ეგრევე თითებიდან რო აგდებს რაღაც არასოდეს რო არ არის მოჭერილი იყო მაგის ანუ ჩვეულებრივი თაღლითობაა და იმითო ანუ ეთო მესერება აიღეს ობობის ფეხები ну უკვე არის ობობის ფეხები რა თქმა უნდა და ანუ და პატარა ნეიმსი გაუკეთეს რომ ანუ რაც ანუ ჰიდრაულიკური ხელები გაეკეთებინათ ობობის ფეხებისგან რაც ანუ ობს ფეხებად ბუსების რაც ობს ფეხები უკვე ჰიდრაულიკური სისტემაა პრინციპში რა ხო მაგრამ ეგ არის იმის გულ გაიღეს რომ ძალიან დაზდათ იღებს თავისი ამ ბუსების და თან გრამის მე-1000-ს რო იწონის ეს ფეხი მარტივად იღებს ძალიან ჩატე რაღაცეებს მაგრამ ეგ არის ანუ ეგ ფეხიც ხო ანუ უკვე შიგნით როგორც ხო ცხოვრებაში ანუ აწყობილი ეს რო თან by nature ანუ ხო მარტოაც ეს შეუულია მოღულა და ანუ იგივე არის წყალს შეუშვერდნენ ანუ ოპ შეიღო და წყალს გამოსვლა და გაიმოიღო ანუ იგივე არის ეს 4D ბეჭდოს ანუ წინასწარ გამზრდებულ ღრუებს აკეთებენ წინასწარ გამზრდებული რაღაც ბუშტუკების ნაწილი რომ ანუ მან დრო შევა ეს ჰიდრაულიკა თუ რაც ხდება ანუ წყალი თუ ბიო გუ თუ რაც ხდება ანუ მოღუნავს გააკეთე და წინასწარ ტემპერატურაზე რეაგირებს განსხვავებულად და ეს რომ წინასწარ განსაზღვრული მოძრაობა აქვს რა ერთი რომელსაც გააკეთებს როცა ანუ ეს მე-4D რაღაცა დაემართება და ანუ გამოყენება აქვს ანუ როგორც თქვით ანუ ნუ წყლის დაზიანება ან კი რა შეიძლება ანუ მანქანებში შეიძლება ანუ ზეთი რო შეიძლება შემოწმო და ანუ რობოტიკაშიც თავისუფლად და ბიოტექშიც რაღაც გამოყენებები არის ანუ იყო ის ხელოვნური კუნთები რო არის რა უბრალოდ ნაჭერი არის რომელიც ანუ დენი რო გადის იკუმშება რა ანუ რაღაც ანუ ეგეთი აცივია და ეგზოსკელეტონებს დაწყობენ მაგეებით რა და ანუ ეგ ხო ანუ რკინა და თან ის არის კარბონ ფაიბერით და რაღაცეებით არის გაკეთებული და ანუ ძალიან დიდი ტვისბურგი არის და ანუ ბიოგუთი დაბეჭდე ხო და არის რა ანუ იგივე ნუ ეხლა თვითონ ბიოგუ უნდა გამოიგონო მაგრამ ხო ანუ ბიოგუ ხო აქვს უკვე რა აჰა აი ესენი იყო მე შემდეგი იყო ხო აი ეს გაზ ბიოგუსთან დაკავშირებული რაც იყო ჭკვიანი კანი ესეც 4D დეპარტამენტია რა რომ ანუ დაახლოებით
ანუ იგივე დეპარტამენტი ან ის გეკოს სკინი რო გააკეთეს ადრე. ანუ სპეციალური ანუ გეკო როგორც არის რა ეს ხვლიკი. ხო. ანუ ეგ კედებზე რო ემაგრება, ანუ იმედია რომ სკანი აქვს სპეციალურად ანუ რაღაცნაირი რო ანუ ძალიან low friction rate აქვს რა ეს. ეს too high. high rate რო მაგალი ხახუნის. ხო, და ანუ შუშასეთად რომ შეუძლია და ასე და ანუ ეგ კანი გააკეთეს თალკე. და ანუ ეხლა ამ 4D-ი შეგვიძლია ანუ просто ჩვენი რა არა სლიპინა რაღაცა იყოს, კაბდენი გაუშვი, ოპ, კანი გადაიქცა და ამათ ესენი აკეთე წყალში რო თითები გიჯურჯდება რაღაცა ის ქვებზე მოჭრების კაცი. ამათ ფერას გააკეთეს კანთან დაკავშირებით. იყო უფრო ძესკობაც, ანუ არა მარტო ფორმის, არამედ ფერის შეცვლაც შეგიძლია ესეთ წინასწარ განსაზღვრული დაბეჭდით. და შეუძლიათ ანუ კამუფლაჟის გაკეთებას აპირებენ მაგით, ანუ ცდილობები არის რომ ანუ რაც დენს თუ შეერთებ, უბრალოდ და წვანი გახდა და რაც კედელთან ანუ კამელეონივით რაც რეალურად ანუ მე თან ის მოახერხე რომ გააკეთო ანუ სხვადასხვა სიხშირის დენია რაც სხვა სითბოს ან თერმო ძალა თუ მიეცი სხვადასხვა ფერის გრადაცია რომ შეეძლოს ანუ მართლა შეგვიძლია რაც ანუ შეიგრინსკრი და შეინთავი უსვან რა გავიდი აქედან მაგით საერთოდ რაც ბევრი რაღაც შეიძლება რაც ერთი რაც ანუ საინტერესო ახლა თავი ფიქრობს ანუ ქალაქის და დაცვის არა, მაგრამ იერის შენარჩუნების მოდი რაღაც. აი, ღამე რო გრთალდებოდეს ან პირიქით რაღაც ნეონის შუქიეზეოდეს რა ამ სახლებს რა. რო ანუ რაც კუთხეებში ვიღაცამ არ მიაფსას ან ვიღაცა თუ არ განათება დააყენეთ. ხო და მაგრამ ეგ არის ანუ განათება ხო უშნო არის რაღაც მომენტებში რა. ანუ პროსტა რაღაც კედლის ნაწილი არის, ანუ ყავისფერი არის რა, ანუ არ ემჩნევა არაფერი. მაგრამ ღამე როცა მოდის, რაღაც დენია რაღაც პროსტა ფოტოსინთეზის გამო, ბრახ ნეონის რაღაც ხდება და ანუ ანათებს და გზა არის რა. მე მგონი მაგით უბრალოდ იმას იზამ, რომ უფრო კარგად გამოჩნდება ვიღაცებმა რომ გააფსეს რა. ანუ ყავისფერი კედელი ხო პატიოსნად არაფერი არ ეთყობოდა და მოვიდა ღამე და განათდა მე პოლოკის ნახატი ვითრუსებ რა. მაგრამ ეს ანუ ცვალებადი დეკორაცია რა. ანუ რაღაცები ხო ანუ უბრალოდ ყოველთვის რო იდოს ხო ურას უშნო შეიძლება იყოს რა რაღაც ადგილი გაქვს რომელიც აი მთვარის შუქზე სხვანაირია და ხო რა და ტურისტული დესტინეიშენი გაქვს მე უკვე მთვარის ციკლზე რაღაც ადგილი რომელზეც არავინ არ მიდის ისედაც ხო შეიძლება ეს შემდეგი იყო ხო ეხლა დამცის ოლიმპიადა ხო ისტორიებით განსავსე იყო და იგი რაღაცა იმოხდა მაგრამ აგერ ნასკარის გუნდმა და ინჟინერმა გამოიყენეს 3D სკანირება და 3D ბეჭდვა იმისთვის რომ გაუმჯობესონ ლუჟის ორკაციანი ლუჟის ლუჟ ხო ხო ციგის მაგივენს ლუჟი ქვია რა ვიცი არ ვიცი რა ანუ ციგის ფორმა რო გაუმჯობეს ანუ თან ორკაციანი ეს ციგები რაც ანუ ესე დააწვინეს რას აპარატში დაასკანინეს და მე როგორც ანუ რაღაც თავის სტიმულაციების სოჩი ჩააგდეს რომ ანუ აი ეს ბორბალი რა ეს ბორბალი რა შუაში ხდა ეს აი ამ ორ ერთმანეთზე დატყეპებულ ადამიანს როგორ უნდა ამოვაცვათ ქვემოდან ციгаრო რაც შეიძლება აეროდინამიკულები გახდნენ რაც ანუ ეს რაც 2 მმ-ით აქ ის შევამციროთ ის რა ქვია მას რკინის რა ციგის იმას რა ქვია მე ვერ გეტყვი რა ხო აი ეგ რაღაცა არის ანუ შედებით ანუ ადამიანის წონის დისტრიბუცია თუ იცი ანუ სად შეიძლება რომ ანუ ეს ციგა ხო არის ანუ თქვათ აი ამ მომენტში მარტო ჭირდება სტაბილიტი რომ ანუ ეს ნაწილი და ეს ნაწილი დაიჭიროს და ანუ არ ჭირდება რომ მასა ქონდეს რა და ანუ ეგ რომ ანუ აქ რაღაცას მოკლეს მარტო რომ GT-ის მისცემ რომ პოსტ დაიჭიროს აქ რო წვან რა შეიძლება softness-ი მისცემ რომ ანუ მე უფრო კარგად აგონტროლო ნახტი და ანუ მაგას შეაჩვენე და ანუ იმის მაგათ რომ ანუ მე მაინც არ მისმის ორკაციანი ციგაობა რა უბედურებაა ანუ ერთავს ორი ჯობიაო რა და ბარემ ხო მაგრამ აი ანუ მოგამია რა ერთ ადამიანი ლუჟიც უკვე გავგება რომ აი თან რაღაცა ის ხო არის სახით წინ რო წვანან ხო რა
ანუ მაგის ერთადერთი ათლეტი მყავს ნანახი ვიდეოში და ისიც იმიტოა ცნობილი რომ ბადონკადონკი აქვს. რა დამტრაგით მოძრაობს. ეხლა იქ dead body ქონდა რა მაგით და ეხლა წონის გამოსწრაფად ვიდეო და ანუ not fat shaming ანუ მაგასაც მაგაც ძალიან მოტკიცილი კომბინეზონები აქვს და ყოველ ანუ მოსახვევ ასახვევში ანუ კი ტალღებს აკეთებს მაგრამ მაგრამ ანუ ამათი რო დავუყურეთ ანუ საკაიფოს იმიტომ აი ხო ყველა სხვა სპორტში ხო რაღაც შედარებით მეტი აქტივობაა რა ამ ბლუზში არის რა რომ უხვევენ მხრებით და აი და თეძოებით ხო რა რაღაც აი ხალხში რომ ბებია შენ დაინახო და გაუღიმო მოკვდები ანუ თავი არ უნდა მოატრიალო და რაღაც აი ეს არის მოხვევა რა აი და ეს მოძრაობები ნაკლები რო აკეთო უფრო კარგად და მოსახვევებში რაღაც დაუბეჭდეთ მოდელები და არ რა ვიცი რა ანუ 100 კმ/სთ დაფრინავენ ეგ ბიჭო არ მესმის რატო შვებიან მაგას იმას კარ ვიძახი რომ მაგრები არ არიან ყოჩახ შენ ანუ მხრით თუ მოუხვია 120 კმ/სთ-ზე რაღაცა იმაში არხში რომ გაგიცრო და რომ შეგშლო და მაგრამ ანუ მე არ მესმის რატო გაძლევენ მაგის გაკეთების საშუალებას რა სპორტია თუ კეთილი ხო და მაშინ გილოცავთ საშინელი სპორტსმენებო ჩვენმა სულიერმა მეგობრებმა საშუალება მოგცეს რომ უფრო სწრაფად იაროთ მაშინ როდესაც სიცოცხლეს რისკავთ ანუ სპორტი არის ყველგან სადაც ანუ ხალხს შეჯიბრება უნდა და ანუ შეჯიბრება რაღაცაში თუდათ ანუ და ერთმანეთს დიდად არ ვნებენ ქენია მაგრამ ახლა ანუ ვნებასანაც ანუ სხვა ვნებასთან ვნებაზე ვიწყებს თეთრების ვნებასთან არა და ანუ სხვა ვნებასთან Stranger Things ანუ მე ყოველთვის არ მიყურებია მაგრამ ანუ საკმაოდ პოპულარული ძალიან პოპულარული სერია არის და ახლა ანუ სპოილერების გარეშე ერთ-ერთ მთავარ კულმინაციურ ეპიზოდში მთავარი პროტაგონისტები უნდა ყოფილიყვნენ ისეთ ადგილას სადაც თლათ ძალიან თავისუფლად და ძალიან ბევრი იურიდიული ხელმოწერების გარეშე ადამიანს ვერ დადებ. და მაგიტო მეიკაპ ანუ მაკიაჟი. ანუ მაგრამ კინოში მარტო მაკიაჟის ანუ დეპარტამენტი რაც არის, რომელიც ანუ კოსტუმებსაც და პროპებსაც და ყველაფერს ვინც კოსტუმების და მაკიაჟის დეპარტამენტი მაშინ. ანუ მაგათმა გააწყდეს რომ ანუ ამ ეს მსახიობები დაასკანირონ, მაგათი რეპლიკები დაბეჭდონ და მე ანუ მაკიაჟი გავუკეთო რაც პარიკი ჩაასვენ და ეგ რეპლიკები ჩადონ იქ სადაც უნდა იყოს წესით ანუ ნამდვილი ტიპი. რაც ანუ მანეკენი გაეკეთებინათ ბარემ რაც ანუ იმდენი რაღაცა ისეთ რაღაცებში რომ მაინც არ აშტებოდა ტანი, მაგრამ მაინც საკაიფოა რომ ანუ სახის ნაკვთები და რაღაცა დაბეჭდოზე მაინც კარგად გამოჩნდა და რაღაცა მისთვის მორეზინო პრინტის რაც იყო და მე არ ვიცი ზუსტად რა სცენა იყო, იმიტომ რომ მეც არ მინახავს. იმდო კი არა ვახსენილია, მაგრამ Stranger Things-ი არ მინახავს, Stranger Things-ი ნანახი მაქვს. ბოლო სეზონი იყო უბადრუკი და ვისაც არ გჯერათ, არ მჯერათ თქვენი მე. რომ არ იყო კარგი სეზონი ბოლოსკენ. ეხლა ანუ რაც ხარ სამი ბეჭდო ესეთი ანუ პირველ სეზონზე ვიტირე თუ ძალიან კარგი იყო პირველი სეზონი და მე არ ვიყურები. სულ ქვემოთ და ქვემოთ მიდიოდა და ყველა. უკვე მეორე კინო არის, სადაც ანუ ეს ოფიციალურად ანუ გამოქვეყნებულად ანუ სამი ბეჭდი რაღაცები გამოიყენეს. პირველი იყო ეს Frankenstein-ის მონსტრი რო იყო ლაპარაკეთ. ეხლა Stranger Things-ი მე უფრო დიდი კინო არის. მაგრამ თუ ხო აგერ ოლიმპიადაზე და რაც რბოლებში იყენებენ ანუ ძალიან commonplace რაღაცა რო იშდება მე მომწონს რა ანუ მეტმა ისწავლოს და მეტი შეკვეთები მე მგონი პირიქით შეკვეთები მოგვაკლდება რაც უფრო მეტი ისწავლის იმიტომ რომ ყველა ისწავლონ ბუჭა ან დავიცი რა მე მგონია რომ რაღაცა აი გაწი გამოწი 5 წელიწადში ყველა სახში ედება რა და მე უკვე ანუ შეკვეთებს მიიღებ ძალიან სპეციალიზებული რაღაცეებისთვის რასაც ჩვეულებრივი სამხარებლო ტიპები ვერ ქაჩავს ანუ ან ინდუსტრიული ტიპები იქნება ან მასიური რაღაცები იქნება ან რაღაც უფრო მეტად ეგრე გარდაისახება რა ნაცნობად მით უფრო მეტი ადამიანი ამ ჰობიში მით უკეთესი და რეზინის შეკვეთები იქნება ბევრი იმიტომ რომ სახში ყველას დაეზარება ტიტყნაობა ტოქსიკურ ნივთიერებებში რა არასოჩან მინდა რომ უფრო მეტი ადამიანი იყოს სადაც ანუ ეხლა
4-5 ადამიანია, ვისაც შეგვიძლია ამაზე ველაპარაკო და ანუ თქვენ ყველანი მიყურეთ, 100 კაცი, 150 კაცი რამე იჩნებით ხოლმე. და ანუ მადლობა, მაგრამ ის ანუ უბრალოდ ანუ ქალაქში რო გადიხარ და ანუ 3D ბეჭდვას რო ხსებ, ხო, უნებრივია ეხლა, რა ვიცი. მაგრამ ეს ანუ მართლა ანუ შეიძლება ყველას არმა ერთი 10-დან 1-ს მაინც რო კონდეს, სახში ანუ why not, ანუ საკაიფო თემა იქნება. პრინციპში ხა იქ ქალაქში რო ფეხბურთზე რო ვინმესთან ლაპარაკი გინდოდეს, ხო, ალბათ რა ვიცი, ნებისმიერ ნებისმიერ უბანში შეხვალ და ფეხბურთზე ლაპარაკს წამოიწყებ და რაღაცას გეტყვიან. და იგივე დონეზე რო იყოს 3D ბეჭდვა. ანუ ბაბუში, კეთილი და პატიოსანი არ იქნება არასოდეს, ეგ არ მოხდება. ეგ არ რაღაც გენმოდიფიცირება თუ არ გაგვიკეთეს ადამიანებს როგორც რასაც, ეგ არ მოხდება. რაღაც ინჟინერები გვაკლია და დიზაინერები გვაკლია. კაიგა. მაგრამ აი შემდეგი ეს რაღაცა. უბრალოდ ანუ საინტერესო წასაკითხის სტატია არის და ამ მის ლინკს უეჭველი დავდებქვით, მაგრამ აი 1.5 საათი თუ ეწოთი ვკითხავდი და ვერაფერი ვერ გავიგე ბოლომდე მაინც, მაგრამ ანუ 3D ბეჭდვა ბიო ნაწილაკებით, მაგრამ 3D ბეჭვის დროს მაგ 3D ნაწილაკს ბეჭდავენ. ანუ კარგად შეაჯამე ხა, მაგრამ ამ შემორჩა ამოვიწურეთ. ან თვითონ თუ არ წაიკითხა, ან რა ხდება? ესე იგი, აქ რაღაც ინსტიტუტის სახე, Max Planck-ის Institute of Intelligent Systems. თორიქის ინსტიტუტი და რაღაც 3 ინსტიტუტის კოლაბორაციაა, მოკლედ და ოპტოფლუიდური შეკრების მეთოდი ქვია მეთოდს, რომელიც აკეთებს მიკროსკოპურ დონეზე სითხეში 2 ფოტონის მეთოდით, რომელიც რას შვება ნებისმიერ მასალას, პირველი ფოტონი ურტყამს და აღაგზნევს და აღატაცებს მას და მერე მეორე ფოტონი ურტყამს და აწყნარებს. პირველი აღვიძებს, ანუ მალე უნდა იმოძრაო, რაც აი აქ სადღაც უნდა იყოს და მეორე ხო აი აქ უნდა იყოს. და მაგ დანათების მეთოდით მიკროსკოპული ფიგურების კეთების მეთოდი განავითარეს ძმებმა. ეს მანქანა სახში არ გვედება კიდე არც 5 წელიწადში და არც წელიწადში არავის. მაგრამ სტატია კაი და ვისაც კაი სტატიების წაკითხვის და ჩაღრმავების ვაგიყორთ, უნდა ჩაგვეტენა აქ, იმიტომ რომ ანუ როგორი ესაა რა, ანუ ყველა თითქოსე ცალკე უნდა დაგვიწყოს, ეს ორი ფოტონიან მეთოდზე სანამ მიხვალ, იქამდე მე საერთოდ ფოტონიანი მეთოდი უნდა გაიგო. ხო და ერთი 5 ნაბიჯი არის, მოკლედ და ანუ ამ სტატიაში ჩაშლილი უკვე არის და ანუ რაღაცა გარეთა ლინკებში არ გიშვებს რა, ძალიან კარგი ამომწურავი სტატიაა. ოღონდ უნდა ჩააყვე რა და გრძელი რაღაცის საკითხო, ვისაც არ იზარება, აი ეს სტატია უბრალოდ თქვა რეკომენდაცია, რომ კაი წასაკითხე, ამასაც წავიკითხო მე. 3D მიკრო და ნანო ფაბრიკაციის თემატიკა. ანუ აი როგორ რაღაცა არა, რომ ერთი წაკითხვით არ იყო საკმარისი, ერთ წაკითხვა არ იყო არანაირად საკმარისი იმისთვის, რომ მე ამეხსნა. თქვენ უნდა ჩაუდგეთ. ანუ ლაპარაკით რო ლაპარაკში რო ახსნა, რომ აი ნახე რა მაგარი რაღაცაა და ეგრე არ იხსნება რა, ხო და კაი წაკითხვა უნდა. და მეც წავიკითხო, შენც წაიკითხე და მე თუნდა ჩავშალოთ. გავცდით, გავიქეცით. ეს ანუ უბრალოდ კარგი სახალის ამბავი არის მსოფლიო ეკონომიკის ფორუმმა, ან additive manufacturing დამატებითი წარმოება ოფიციალურად ჩაწერა როგორც ერთ-ერთი წარმოების ჯაჭვის ნაწილი. ხო, რაც ანუ დაახლოებით ანუ injection molding-ი როგორც არის ახლა. ხო. ანუ აღმოაჩენს, ანუ ბევრ რაღაცაში 3D ნაბეჭდი, ანუ რაც ანუ დაახლოებით 100,000-მდე რაღაც ერთეულებში უფრო EAP და უფრო კომფორტული არა და უფრო cost effective ხარჯ ეფექტური. ხო, ხარჯ ეფექტური არის 3D ბეჭდვა ვიდრე injection molding, რაც ანუ თვითონ ეს injection mold-ის moldi ყალიბი ხო უნდა გააკეთო და ბევრ რაღაცას თან რკინის ან ტიტანის რაღაც ყარი მეტალის უნდა გააკეთო და თან მე CNC თამბოზე და თან ვარიაციები უნდა გააკეთო. თითო ეს ყალიბი 50-60,000 დოლარი შეიძლება ღირდეს როგორც არაფერი. მარტო ეგ არ არის, კიდე არის რა, რომ ანუ არის ფორმები, რომელსაც ხო, ვერ და ანუ ყალიბში ვერ ჩამოესხა, მაგრამ შეგიძლია რომ დაპრინტო.
ან ყალიბში თუ ჩამოაცხი, მაშინ 5 ნაწილად უნდა დაჭიხო და 5 ნაწილად თათაკი დააყალიბო. რა ეხა რა გვაქვს რა გვაქვს მარტო injection molding-ი ხო არ არის თან კიდე რაღაც ანუ დაუშვათ ჭრა, კერვა ასე შემდეგ რა ტრადიციული წარმოების მეთოდები რა CNC ახლა მაგითი მარტო აი ამას injection molding-ით ვერ გააკეთე. ხო არა ეგ კი მაგრამ ნუ ეს ხო რაღაც ისეთი მაინც ფართოდ ფუნქციონალური ნაწილი არის. მაგრამ ანუ თვითონ აი ეს რაღაც მაგალითად ეხა აი ამ განათების ზურგი, რომელიც არის ნახრეტებიანი, ხო? რაღაც. აი ამ ტექსტურას ცხადია, რომ ეს ეხა ყალიბშია ჩამოსხმული, რა. მაგრამ წარმოიდგინე, რომ ეს იყოს რაღაცა ელექტრონული ყუთის ზურგი, რომელსაც დავალებული აქვს, რომ თან ჰაერი შეუშვას შიგნით და თან წყალი არ შეუშვას შიგნით, რა. მაშინ შეგიძლია რა გააკეთო, რომ ეს ნახრეტები, ხო რა? კორპუსში აღმავალი იყოს და შიგნით რაღაც ნებისმიერ მოსახვევს აკეთებდეს რა და ჰაერი მაინც იმოძრავებს, მაგრამ წყალი თუ შევიდა, წყალი გაიჭედება. ანუ ქვემოდან ზემოთ სიარულს არ დაიწყებს. რა თქმა უნდა, ანუ წვიმას გულის ხო ფაქტ და ასე შემდეგ რა, რომ თუ წვიმა არის ჩამოულის და თუ ანუ ჰაერი და მაგრამ ჰაერი იმოძრავებს მაინც რა და ანუ ზემოთ სიარულს წყალი არ დაიწყებს, ხო? ეგეთ რაღაცებს ვერც ერთი ტრადიციული წარმოების მეთოდი ვერ გაგიკეთებს რა და არის ბევრი ისეთი ფორმა აი რა ვიცი აი Tesla hose-ზე ხარ? ანუ პირდაპირ მთლიან hose-ი შეგიძლია დაპრინტო რა და ნუ კიდრეებია ხო ესეთი რაღაცები იმიტომ რომ ესეც შეიძლება ამასაც კი ხო ესეც შეიძლება რომ რაღაცი ნაწილი იყოს თავისუფლად ხო იმიტომ რომ ეს არის ამას ნაწილებად გააკეთებ და ააწყობ მაგრამ ესე ერთიანი ფორმა რო ქონდეს არა და ეს შეიძლება ვერ სააწყებდო ანუ ძალიან ის არის რა ხო და ამას ან მოდელი უნდა ხეთქვალო რომ ეს რაღაცას ვალენტინობის ტავარი გულია ხო ან რო ვითომ წარმოებაში არ გამოიყენება, მაგრამ თვითონ ძალის გადაცემის პრინციპი თვალსაზრისით ხო რა ეს შეიძლებოდა რომ რაღაცა ნაწილი და აქტუატორი ყოფილიყო, რომელიც ერთი დარტყმით გააკეთე გამოაცხეუცებ იმის მაგივრად რომ გაგიკეთებინა წვალებით. და კიდე დიდი უპირატესობა, ყველაზე დიდი უპირატესობა რეალურად 3D printing-ს ის აქვს, რომ ნუ სტრაფი პროტოტიპირება და სტრაფი კეთება. პროტოტიპირება რატო? იმიტომ რომ დაუშვათ ნოლი არაფერი არა მაქვს და ამ გულის გაკეთება მინდა რა. ამ გულის არა, ნებისმიერი სხვა რაღაცის. რაღაც ფორმის გაკეთება. აი ამ რაღაცის ჩასადების მაგალითად რა. რომ უბრალოდ პლასმასის ნაწილის გაკეთება მინდა. აი ამ ღილაკის თუნდაც რა. და არაფერი არა მაქვს, ხო? ერთი ესეთის გაკეთება ჯდება რა? ჯდება მთელი აპარატურა, რაც სჭირდება რომ გააკეთო და მე რაღაცა მასალის ორი თეთრი, ხო? ხო და დაუშვათ 3D პრინტერზე რო გავაკეთო ის ნაწილი, მიჯდება რაღაც, ანუ რა, $300-400 პლუს 2 თეთრი, რა. რო ჩამოასხა, მიჯდება $10,000 პლუს 9 თეთრი. ხო და უფრო ერთი 40-50,000 პლუს 9 ხო რა, ანუ მაგრამ რაც არის რა, პირობითად რა, რომ შეიძლება და მეტიაც, ეგ მარტო ყალიბიღის მაგდენი, ყალიბის ხო მანქანა უნდა რომელიც ხო და არა, ხო ჩავთვალოთ $10,000 რა, მინიმუმ $10,000 არის, რომ ყალიბიზე მიხვიდე, ყალიბში რაღაცის ჩასხმამდე მიხვიდე რა. საწყისი ხარჯი ძვირი აქვს და მე თითოეული ნაწილი ძალიან იაფი გამოდის. ხო და იმის მიხედვით რა პროდუქტის გაკეთება გჭირდება და რამდენის და როგორ რამდენის ხო ანუ რა არის რა რომ რაღაცა მილიონი ხოლმე თუ გინდა რო დაიწყო და გაყიდო ანუ ამ ყალიბს ერთი კვირა ორი კვირა შეიძლება დაჭესო ანუ გაკეთეს სინთეზი და ასევის და ანუ ეგრევე ხვალ ვერ ჩავიდე ახალ პროდუქტს. ხო, იმიტომ რომ რაღაცა ტესტირები და ანუ 100,000 ერთეულის შეკვეთა რომ მქონდეს ხო რა, გავიქცეოდი და ვიყიდიდი იმ ყალიბის სისტემას და გავაკეთებდი ყალიბს. რა თუ 2,000 ცალი მაქვს, მირჩევნია რომ 3D პრინტერზე გაკეთდეს და ეს ხო თვითონ შეკვეთას რო აკეთებ ან რაღაცას იგივე მათემატიკა მუშაობს, მე მომხმარებლის მხარესაც, იმის მხარესაც უბრალოდ ისაა რა, რომ რაღაცა როგორ დავგეგმოთ ყველაზე ეფექტიანი წარმოება რაღაცის
ამბავია, იმიტომ რომ სულ სათამაშოები ხო არ არის, არა, უამრავი ნაწილი არის, რომელიც ანუ იგივე არ დაходენ Alibaba-ზე როგორც არის ემოქიები რო არის ხო, ხო, მინიმალური შეკვეთის ოდენობები რო არის. ანუ იმიტომ არის რომ ანუ იმათაც არა აქვს ის ყალიბი ჯერ გაკეთებული. არა, ყალიბი შეიძლება ნედლეული იყოს რა. კი. ანუ თქვა და PLA-ის კაფსულები განვლები რაც არის. ანუ შეიძლება კომპანიას ანუ 1 კილოს გამოგზავნა არ უღირს, რაც 1 კილო უფრო ძვირი გამოდის ვიღას ტიპი რომ ქარხანაში მივიდეთ იმ ერთ პაჩკამდე, წამოიღოს, ჩადოს კონტეინერში და გამოგზავნოს, ანუ ეგ უფრო ძვირი უჯდება ხელფასში. ხო, ვიდრე შენ რო გამოგზავნოს. არა, იგივე არის, რა ვიცი, მეც ეხა ერთ ცალ რაღაცას რო მიყვეთავ ვენ. აი, ძირთად არის ხოლმე რა, რომ რაღაცა მანქანის ნაწილი რა და ის მანქანის ნაწილი ხო უნდა დახატო. ანუ ხო 1-3-4 საათი სამუშაო შეიძლება იყოს, რომ 3D მოდელი გააკეთო, რომ ამობეჭდო, იმიტომ რომ არ არის მოდელის გარეშე რა, რომ აი სურათი გამოგიგზავნოს, რომ აი ეს მაგალითად ხელში დამაჭერინე მანქანის ნაწილი, ხო? ხო, ჯერ მე გაზომე მიზომე თუ დაასკანია რაღაცა მე ხო და შეიძლება 3 საათის სამუშაო იყოს და შეიძლება იყოს რაღაცა 1 თვის სამუშაო თავისუფლად რა. და მე რა ვიცი მე ჩემი 3 საათი და 1 თვე ნამდვილად არ იქნება იმდენად იაფი როგორც ჩინეთიდან რო გამოგეწერა. ხო არა ისა აქვე რო გახუკვე ანუ პირველის გაკეთება ღირს ყველაზე ძვირი. ხო და მე რო არის რიგი ისა. ხო და ის არის რა მაგრამ ხო და მაგას შესაძლოა რა უნიკალური შეკვეთები აი ეგეთი ტრიკი ტიპია ხოლმე რომ ძირითადად არავის 10000 ცალი არ უნდა ერთი უნდა იმიტომ რომ ხო აი ერთი რაღაც პლასმასი გამიფუჭდა მანქანაზე რა და როგორც არის მოკლედ გავიჭედე ხო всё გავაგრძელეთ მოკლედ საიდან მივედი ისე ამაზე რომ ემი რო ოფიციალურად გახდა სოფლიო ის ხო და კი ანუ მოდის შეკრებითი წარმოება არ ვიცი დამატებითი წარმოება ანუ ქართულში ხო მე შეკრებითი წარმოება უფრო მომწონს და ამ ტერმინს რო ამკვიდრებს ხო დამატება შეკრება ეს სინონიმებია ფათარ შეკრება არის gather არის დამატება შეკრება და გამოკლებას გვასწავლიდნენ სკოლაში დამატება გამოკლებას მიმატება გამოკლებასაც გვასწავლიდნენ მაგრამ აი მიმატება შეკრება იმიტომ რომ ანუ რამდენ ერთიან კრებ რო ორიანი და ხუთიანი რო შეკრებე ორი ერთიანი შეკრება ხუთი ერთიანი შეკრება ანუ რა შენ კომბინატორიკას ეძახი შეკრებას ხო რა ხო მაგრამ gathering რაც ხო მე მგონია რომ შეკრებითი უფრო სექსი სახელია რა შემთხვევაში უბრალოდ იმ მთლიანად voice feel-ით მივდივარ რა რაღაცა ხმაზე როგორ მომწონს მაგრამ ეხლა შემდეგი რაღაცა უეჭველი შეიძლება ბევრს დაგჭირდეს მე თუ სამდენი ხანი კომპიუტერთან რო ვზივარ და რით ვერ მოშორდი მაგ კომპიუტერს და ეკრანი გაგიფუჭებს რაღაცას და აგერ რატო მიყურებს საერთოდ რატო არ დარფიხარ ეზოში ბავშვებს რატო არ ეთამაშები ნივალონმა გააკეთა ანუ კარგი გამოყენებით ხელოვნური გენერატორი და გააკეთეს ანუ აკეთებენ პირადად მორგებულ ხერხემლის მალებს დისკი მალაა ანუ მალას თანაც დისკი ანუ ეს არის ანუ ხელოვნურად ანუ ვიღაცას მალა თუ გამომშალი აქ ან დაზიანებული ახალ ძვალზე ვლაპარაკობთ ხო? ძვალთა შორის რა არის დისკია? ანუ მალა არის ეს, მაგრამ იმასდებენ მე დისკს როცა იქ მალა აღარ აქვს ვიღაცას. ანუ თვითონ იმ ძვალს რა ქვია? ხერხემლის ძვალი. კაი. ანუ მაგას შორის ანუ სპეციალურად ანუ კომპიუტერული ტომოგრაფიის სკანირებას თუ გააქან გიკეთებენ და მაგის მიხედვით ანუ ზუსტად შენი ხერხემლის ძვლებზე მორგებული სადაც საჭირო არის მაგის ანუ აი ხელოვნური ინტელექტით გაუმჯობესებულ ვარიაციას თუ როგორ დავარქვა ანუ ხელოვნური ინტელექტით მორგებულ აი მოდელს გიკეთებენ რომ ანუ ეგ ჩაგიდგან მე სადაც საჭირო არის და ანუ ეგ საკეთებს ანუ სამისო გამოყენება ცოტა ისეჟღერს რა ისეჟღერს ხო გიდგან სადაც საჭირო ხო მაგრამ ანუ ეს ანუ როგორც ვთქვი ანუ ესეთ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ვებხრობ რაც ანუ უბრალოდ ადამიანს რო გაიგეთებინა ჯერ რამდენი ცოდნა ჭირდება
და თან არავის არ პარავს ესე ვთქვათ, ანუ ინფორმაციას, ანუ სამედიცინო, ანუ შენ ხეულის ინფორმაციას იპარავს, ანუ უკვე სხვა სამედიცინოებზე ასწავლის, რომ ანუ ასეაცებზე ეს უნდა გააკეთო. მე რომ მოუყვეს სხვებს რა შემდეგი კიდე არის ჩვენი დაქვეყანა არის თუ ძმა ქვეყანა, საბოლოოდ უკრაინა, დაქვეყანა. მეგობარი, მოდი მე მეგობარზე გავიჩერდეთ, არა. ანუ რომელი ქალაქი იყო, ხო? რაც საიუზი დაიშალა, დაიკარგა იქ დობა და ძმობა. არა, მაინც ჩვენი მეგობრები არიან. მაგრამ პოლტოვას ქალაქში, უკრაინაში სტუდენტებმა გააკეთეს, ანუ გადამუშავების მინი ლაბორატორია და ანუ ეს როგორც ანუ არის ხომ ბოთლების თავსახურები აკეთებენ ბოთლებისგან რო აკეთებენ ფილამენტს, ანუ ამათვაც თავის ანუ სიტუაციიდან გამომდინარე, ბევრი რაღაცები აშოვეს და ბარემ გადამუშავება დაიწყეს და მაგით აკეთებენ ლაბორატორიებს და მაგ ლაბორატორიებში სხვა სახის ანუ ინჟინერული იქნება თუ სხვა სახის ტესტებს და ექსპერიმენტებს, რომელიც ანუ ისე ვთქვათ, სახში ყველაფერი გაკეთებულიც რა. ანუ სახო გადამუშავებას ყოველთვის საჭირო არის ნაგავი ბანძობა. და ეხლა ეს გონი საშენო სიახლე არის. საჩემო სიახლე ხო? დრონები. დრონები. ხო და ანუ მოგეთ ამ ნიუსის სინოფსი არის ის რომ ამერიკელებმა გადაწყვიტეს რომ ჩინური დრონები პრობლემაა ბუნებაში და ამერიკულ ჯარს ჭირდება მთლიანად სახში გამოზდილი დრონები. და მთლიანად სახში გამოზდილი დრონის ერთ-ერთი ნიმუში ჰენქსი არის რაღაცა პირველი 3D printed დრონი, რომელიც სულ თვითონ იჩალიჩეს რა. ხო და ამ შემთხვევაში რა პრინტერიც ალბათ ამერიკულია და მასალებიც ამერიკულია და ტვინიც ამერიკულია. დავიჯერო არაფერი აზიიდან არ ჩავტანიათ. სავარაუდოდ, ანუ მეტალი რაღაცები შეიძლება დაჭირდება და ანუ მაგრამ ის არის, ანუ ეხა აქ იმდენად ნიუსი ისეთი არაფერი არ არის, რომ ხო რა გააკეთეს რა დრონით მე რა უნდა იქნათ, მაგრამ უბრალოდ ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ხო რა გამარჯობა რა, ანუ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებში მნიშვნელოვანია ძალიან, რომ ტექნოლოგიურად არ იყოს ხაზი დამოკიდებული. იმიტომ რომ ეხლა დავშტა უკრაინის ომში ძალიან ბევრი რაღაცა ჩანს თვითონ ტექნოლოგიური თვალსაზრისით რა რამხელა პროგრესი მოხდა დრონებით, ბრძოლის, თვითონ დრონების ასე შემდეგ რა, ну რაღაცის იმის შელობის რაღაცა მინდვრებივით რო არის დაფარული ეხლა ოპტიკურბოჭკოვანი კაბელებით მთელი უკრაინა მაგის გარდა კიდე თვითონ საზღვაო დრონებით მათ რაღაც მოვლენები მოახდინა მთლიანად ომის და იმის სიტუაცია შეიცვალა და ასევე გამოჩნდა რომ ჩინელებისგან დრონებს თუ ყიდულობდა ჩინელებიც მაკაცობენ რუსებთან შეუძლიათ რომ ანუ ყიდიან ორივე ფრონტზე. ორივე ფრონტზე ყიდიან ერთი და მე კიდე ისაა რომ ანუ პირდაპირ ასწავლიან იმ სიხშირეებს რომელიც უნდა ჩაახშო რომ დრონი გაგიჩეროს რა და ეგ უკვე პრობლემაა რა ანუ ეგ დიდი პრობლემაა რომ ვიღაცა ტიპში ანუ ის არის რა საერთოდ ზოგადად რა ტექნოლოგიასაც ვიღაცისგან ყიდულობ ის არის რა კატის გაზრდილი ლომივითაა რა რომ ხეზე ასვლას არასოდეს არ გასწავლის თვითონ და რაღაცა არასოდეს ვექტორისგან არ ხარ დაცული არასოდეს იმისგან არაფრისგან არ ხარ საერთოდ დაცული რეალურად ეგეთ არის რომ თან ანუ საერთო სტრუქტურა რო არის მაინც ანუ სანაოსნო ჯარი იყო ვისაც გააკეთეს Marine Corps აი Marine Corps ქართულად რო საერთოდ ანუ საზღვაო ჯარი ხო რა ვინც არის მარინები რა რაც არის ანუ თუ ანუ ის სახში გააკეთეს რაც ანუ 3D პრინტერით ანუ სტრაფი პროტოტიპები და როგორი ფორმა ზომა რაღაცები ყველაფერი ააწყვეს დააწყვეს და ეგ რა ანუ საერთო სტრუქტურებში ანუ ტენდერებზე რო ვიძახეთ ადრეც რა ხო ანუ მესუა 3D თვე არ ჭირდება რაღაცებზე ჩაიჭრო ანუ ყოველი იტერაცია გამიკეთე თავიდან და მაგაზე ეხლა ვინ გამიკეთებს ამ იტერაციას ტენდერი და აცხადო ანუ არა უბრალოდ სახში გააკეთეს ყველაფერი როგორც საჭიროა და მე გაუშვეს რომ ანუ აი ესეთი უნდა ვიჩნდოთ
და აი maintenance კიდე რა, maintenance. შენი გაკეთებული შენ უკეთ იცი რა. აი ის რო იყო რა, ისე უკრაინის ომზე ბრუნდები უბრალოდ იმიტომ რომ სამხედრო მაგალითები ყველაზე მეტი მაქედან გვაქვს რა, რომ რუსული ტანკების ძალიან დიდი ნაწილი უბრალოდ თვითონ ადგენენ და გაჩერდნენ. იმიტომ რომ maintenance არ იყო გაკეთებული რა. რატო არ იყო maintenance გაკეთებული? ერთი იმიტომ არ იყო maintenance გაკეთებული, რომ თვითონ ეგ maintenance-ის სტრუქტურა ცენტრალიზებული საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად ჩამოიშალა რა. და რაღაცა ინდივიდუალურ დაუშვათ ბატალიონს კი აქვს 100 ტანკი რა მაგრამ ამ 100 ტანკის მომვლელი ამ 100 ტანკის მომვლელი ტიპი ხო არა ბატალიონში არ ცხოვრობდა ცალკე იყო რომელიც მოდიოდა რა და მე უცებ აღარ მოდის იმიტომ რომ ან მოკვდა ან რაღაცა გადამწიფდა ან რაღაცა დაემართა რა ვიცი ან ხელფასი აღარ მიცეს ან დაიჭირეს იმიტომ რომ რაღაც ცუდი სეკრეტები იცია ხო რა არა მნიშვნელობა რა მაგრამ თვითონ სტრუქტურა ჩამოიშალა მეინტენენსის ცენტრალიზებული და უცებ ბუმ რა აღარ ხდება შენარჩუნება ტექნიკის და კიდე რა ხდება რა რომ აქ სიტუაციებში ხო რა დარწმუნებულია რომ ძალიან ბევრ მაგ ტანკში იქნებოდა დებილური პრობლემები დებილური პრობლემები რა თვალსაზრისით რა რომ რაღაცა კაბელების შეჭამის ვირთხებმა რაღაცა ყუთი გაცვდა და წყალი ჩავიდა და ეგეთი რაღაცები ხო რა რომ მილიონიან ტექნიკას აფუჭებს აი ბრიტანეთში იყო ეხლა როგორ რაღაცა რა რომ დაიწყეს კაბელების ბიოდეგრადირებადი მასალებით დაფარვა და ვირთხებმა შეჭამეს იმიტომ რომ ანუ ხო ანუ იჭმეოდა რა და შეჭამეს რა არა საჭიროდ ხო რა ანუ ის კი არ იყო რომ რაღაცა განსო კარდოს ჭამენ ეგ ხო ხო და ის კი არ იყო რომ არ უნდათ და მოუწიათ ან ძალიან აინტერესებდათ შიგნით რა ხდებოდა უბრალოდ კაბელი სუნზე იცნეს რომ იჭმეოდა კაბელი და შეჭამეს კაბელი რა ტიპებმა ხო და მithumetes ახლა რაღაცა 50 წლის წინანდელ ტექნიკასთან რო გაქვს საქმე ხო რა ანუ შეიძლება რომ უბრალოდ მართლა რაღაცა პლასმასები გაცვდა და გამოსაცვლელია რაღაც ღილაკები გაცვდა გამოსაცვლელი 7 მოღულუნის იქით რკინა დაეჟანგდა და რაღაცა ხო და იმის და სამხედრო თვალსაზრისით ხო რა და ნუ უფრო მეტად მენეჯმენტის ასპექტი არის სამხედრო სტრუქტურების რომ კარგია რომ ესეთი სწრაფი ადაპტირებადი წარმოების მეთოდები ინტეგრირებული იყოს უფრო დეცენტრალიზებულად რომ ყველა რაღაცა ბატალიონმა თუ რა ძალაუფლების ჯაჭვის პატარა მონაგლეჯი იუნიტის არის თავის ტექნიკას მიხედოს ერთი და საშუალება ეძლეოდეს რომ მიხედოს რა რომ ხო რა რაღაცა რომ გაფუჭდა მოსკოვს არ ელოდებოდი თან ისე რომ ანუ ის გოთან ბევრი რა ან ბევრი რა შეიძლება ტანგებში არ მაგრამ დრონებში და ეგეთ რაღაცებში ანუ ხო პლასმასი არის ანუ რა დრონებში რაღაც იარაღში რაღაც ფეხსაცმელში ანუ ყველგან ეგ და იგივე პლასმასი სტანდარტიზებული რო აიღო რა ანუ აღარ გჭირდება ცალ-ცალკე ნაწილების supply chains გაკეთება, გჭირდება აი ამ გორგლის მიტანა. და მაგ გორგლზე რას պետք გააკეთოს? ხო, იმიტომ რომ იქ ტანკში მართლა ისე ხო რაღაცა საბჭოთა კავშირის დროინდელი პლასმასის ნაწილი თუ გაფუჭდა ხო არა? ანუ რომელი ნაწილიც ის არ გაფუჭდა, გაქრა. ხო, ის გაქრა თუ შეიჭამა თუ რა მოხდა რა, რაღაცა ჟანგიანმა წყალმა თუ მარილ წყალმა ჭამა თუ რამაც შეჭამა, ხო, შეიჭამა, მაგრამ იმისი ყალიბი ღმერთმა უწყის სადევს რა. ანუ ყალიბიც არის ვიღაცა ხელით ღუნავდა თავის დროზე რა. ხო, ვიღაცა ხელი ხო და ხო, რა წარმოების მეთოდი იყო მართლა რა, რომ რაღაცა ყალიბი იყო, რაღაცა ვიღაცა ხელით ღუნავდა და მე ვიღაცას რავი, მე ვიღაცის სულს წირავდნენ კიდე ზემოდან რა, ხო და უცებ იჩთები სიტუაციაში, რომ რაღაცა გაკლია, ახალი რო გაკეთდეს მაგაზე ვიღაც ტიპი ზის და სახელმწიფო მილიონიან სახელმწიფო ტენდერს იღებს, რომ მე $15000 დახარჯოს ყალიბის განვითარებაზე რა და რაღაც შუф ამდენი ფული იჭმება და ანუ პრობლემას აგვარებდა $400 და პროსტა თავისუფლება რა. რომ რაღაცა შეიძლება $400 არა და ეცვიდეს მაინც მორონი და რაღაცა ხოზე ხარ 100-ულში უნდა გეპოვა ერთი ინგლისურის ცოდნე ტიპი და დაეგუგლა რა და $300-იანი პრინტერი რა აი ეგ ჭირდებოდა პრობლემის მოგვარებას და მილიონი დაიხარჯა და დედა ეტირა $300 პრინტერი ვერა $300 პრინტერი ხო ყველა
რაღაც ანუ cloud connect-დან რაღაცნაირი ეგეთი მაგიტო ვიდეო ანუ ვორონი ან რეთრიგი ან ეგეთი რომ ანუ შენი დრო აწყობ და იცი ზუსტად რაც არის შიგნით რა ნუ კაი გაზარდი 1000-მდე ბიუჯეტი რა ვიცი რა მაგრამ ანუ რამდენი ეგეთი кейსი არის გადაამრავლე თვითონ ბატალიონზე ნებისმიერი პოსტსაბჭოთა ქვეყნის ჯარში რამდენი ეგეთი кейსი არა რაღაცაზე მილიონი არის დახარჯული და აი არაფერი არ ჭირდებოდა იმის მოგვარებას და თან მილიონია დახარჯული და მაინც არ არის მოგვარებული რა ახლა და მილიონი გადაურიცხეს მე კორპორალიტეტი ეონება მარტო 900 გადმოგვირიცხეს, მე კორპორალიტეტი მარტო 700 გადმოგვირიცხეს, მე ლეიტენანტი მარტო 200 გადმოგვირიცხეს, ანუ მე ვის საკუთს გასაკეთებელია, ანუ მარტო 100 ლარი ჩამირიცხეს. რა ვქნა რა ეხლა და თან ის არის რა ვისიც გასაკეთებელიც არის ან რაღაცა მარტო 100 ჩაურიცხეს და ითხოვდა 200. აი გავუწევთ მაგას. ხო, მაგრამ ესეც ორმაგი ეს ვთქვათ ნიუსი არის ფესტივალთან დაკავშირებით. ერთი შედარებით ანუ ცნობილი კომპანია, მაგრამ ამ კომპანიას თან დაახლოებით აი სოლის არის კიდის პრობლემა ჩემი აზრით. რა ვიცი. ანუ უმეტესად რეკლამის პრობლემა აქვს რა. ანუ სეეთექი მე მგონი კიდის ის პრობლემა უფრო აქვს რა ანუ identity ისიც აქვს რა identity-ის პრობლემაც აქვს და თლა ყველაზე ხარისხიანი მანქანების დაშიფვის პრობლემაც აქვს რა ანუ ხარისხიანი არის მაგრამ აი სეეთექი ანუ მართლა კაი ბრენდი არის ანუ ვისაც ანუ ჩვენთან ძვირი ჩამოტან მაგრამ ვისაც მიგითხია რა უცხოები თავს ასები ანუ ყველა აქებს გინდა მაგათ რეზიდენტს გინდა ჩვეულებრივ ანუ PLA page და ეგეთ ანუ ფილამენტებს მაინც ანუ ძალიან აწევიან ეგენი ცოტა ანუ ინდუსტრიულ მხარეს, მაგრამ ანუ ჩვეულებრივი ხალხი უფრო იყენებს ვიდრე ინდუსტრიული მხარე აზროვნებს რა, ანუ ცდილობენ იქ შეჭრას, მაგრამ აქ პოპულარულები არიან რა. მაგრამ მაგას ხო, მაგ თვალსაზრისით კი კიდის შედარება კაია რა, ან რაღაც შუაში არიან რა, სამომხმარებლო ინდუსტრიული ტიპები არიან რა. აგერ ახალი სახის ფილამენტი გამოუშვეს, რომელიც არის TPU Air HR. რომელიც არის სპეციალურად გააკეთეს იმი ზელეშელდისთვის ჩათვალე. ანუ ფეხსაცმლის გასაკეთებელი. მამენ ზელეშელდსაც ჩახევ თუ კარგად გამოიყენებ. ანუ ისევ custom slicing-ის ამბავია რა, იმიტომ რომ მაგრამ ეხლა დრო დავუთხეთ ამას. ანუ TPU Air HR სტანდარტული TPU როგორც არის უბრალოდ ანუ პრიალა რეზინის რაღაცა, რომელიც ან დროებით ჩდება, მაინც ანუ იგივე ერჩება. ანუ ეს არის უფრო foam TPU-სნაირი, ანუ როცა გამოდის ნოზლიდან, ანუ ბამბა არა, უფრო გუბკასავით ხდება. და ანუ ფოროვანი და რაღაც არის და უფრო მეტ ადგილს იკავებს და ანუ იგივე ზომაში, ანუ მაგათ ეს ფესტივალის დაბეჭდასაც 40-50% უფრო მჩატე იყო, ვიდრე ანუ უბრალოდ TPU-ით დაბეჭდილი. თან ისე რომ ამას სპეციალური ეს გაბერვის და ეს სპეციალური სპეციფიკა რაც არის ამისი ანუ სტანდარტული TPU ანუ კარგად იჭრდება, მაგრამ მე ხელს რო უშვებ, ხო, დრო ჭირდება. და ეს უფრო bounce back-ია, ანუ თავის ფორმაში დაბრუნების მაღალი და TPU-ს შორის არის თავი იმ ბალანსით, რომ ანუ PBR-ი კალბურზის ბურთებს ისე დაუხობ რა, და ეგე შუაში. ხო, და ეს არის შუაში, რომ თან bounce-ი არის და თან რბილია რა. ხო, და აქვს ხაზები რაღაცა 80A და 85A. ხო, 80-45-ა TPU და ეგ ანუ ისა რა ხო, sweet spot-ი არის მე მგონი ფეხსაცმელებისთვის. მაგრამ კიდე რა არის რა, რომ ამ ფილამენტს კარგი საინტერესო მახასიათებელი რა აქვს, რომ იმის მიხედვით რა ტემპერატურაზე დაბეჭდა, ეცვლება ეს რეიტინგი ანუ სირბილის გუბკოვანობის და აკაფებადობის და შესაბამისად ხო რა ერთ ფაილში შეგიძლია გააკეთო ფეხსაცმელი რომელსაც თან მყარი ლანჩა აქვს შედარებით და თან შედარებით რბილი ზემოთა ნაწილი იმიტომ რომ დავუშვათ თუ ქვემოთ დაბეჭდავ რაღაცა 200 გრადუსზე ლანჩას ანუ ლანჩა რო არის 100 გრადუსზე დაბეჭდე მე ინფილტრატ არის რაც დაბეჭდე ეგ რაც 200-ზე დაბეჭდე რომ რბილი იყოს მე ზევიდან ისევ ერთი 130-ზე დაბეჭდე რომ ცოტა რბილი იყოს მაგრამ ანუ ფეხით ყვაზნოეზე არ გივარდებოდეს და ანუ და ეს ყველაფერი ერთ ჯიკოჩი ეტევა რა ანუ რომ ხო რა რაღაცა ამ მონაკვეთში ამ სიჩქარით მუშაობ
მე ამ მონაკვეთში ტემპერატურა აიწია, იმაში დაიწია და გეჩნდება ერთი უნიფორმული ცხოველი, რომელსაც სხვადასხვა არეებში სხვადასხვა მექანიკური და მატერიალური პროპერტიები აქვს შედეგად. ხო და ინტერესანტი. და თუ გაინტერესებს, ანუ რა ფეხსაცმლის დაბეჭდვა გინდა, შეგვიძლია აგერ კი, ხო. Maker World-მა, ანუ Bamboo-მა Scry კომპანიას ერთად გააკეთა, ანუ დაადებინა თავისი Formism სტილის, ანუ ისე line-up-ის ფეხსაცმლის მოდელები, რომელიც ანუ სურათებს ჩაუყრი აქ, ანუ it's a statement. ერთი თავზე დამატე. აი აქ დამატე თავზე. ანუ ეგ ფეხსაცმლები, ანუ იმდენი ანუ მაგრამ ანუ თად გარეთ ერთი უმეტესობათი არ გავიდოდი რა ასეთ. არა, ეხა ბიჭო, ყველა ტრიდეფექსმელი რაღაცნაირად გამოიყურება ხო და ბევრი თან ნორმალური ანუ ჭარში ნორმალურ ფეხსაცმელს გავთ რა. რა შეასაქმე რა რომ უფრო კომფორტულად ჩავისვამდი ან Wildberries, ან Crocs-ებს, ან რაღაცა აბსურდულობას, მაგრამ აი ამ დიზაინზე მაქვს რაღაცა uncanny valley-ის მომენტი რა პონჩი რა რომ რა Legos ფეხსაცმელს არა რა არის რა რომ თან კარგად გამოიყურება, მაგრამ თან აი არა რა შესაქმე რა რომ ის რაღაცა იმ უცნაურ შუალედურ იმაში არის რა რომ ანუ აი გგონია რომ ფეხსაცმელს გონია რომ ფეშენის ბოლო სიტყვაა რა ხო და არა ანუ მიმიხარ რა ანუ ხო და იმიტომ რომ მიმის ჩაცმის პრობლემა არ მაქვს რა მაგრამ აი როგონია ტიპს რომ ფეშენის ბოლო სიტყვა და არა და არ არის რა მაინც ეთყობა რომ დაბეჭდილია რა მე ანუ 6-7 როგონია ხო რა რა სახაც არის რა ანუ იმიტომ რომ კაი დიზაინებია მაგრამ არ არის რა რაღაც უცნაურად მოღუნული ცხვირი აქვს და ის მართლა ლეგოს ცხვირი აქვს ამას და რაღაცა ეს აი ეს ტიპი კაი თავზე რომელიც მადევს აი ეს დამატე თავზე აი ეს შედარებით რაღაც ეს არის რა 3D printed ფეხსაცმელი არის რა აი ამას ნამდვილი ფეხსაცმელი გონია თავი რა რაღაც კლასიკური ტუფლი მაგრამ თან რეზინის დაბეჭდილი პრიალა ტიპია რაღაცნაირი ისაა რა რომ აი მე მგონი წვეტებში არის რა საქმე რა რომ აი წვეტებში აი ფესვათან მაგ ერთი ანუ კითხო მე მოდელები უნდა ნახოს უბრალოდ ანუ შიგნიდან როგორი არის შიგნიდან რა ანუ თუ ესეთივე არის შიგნიდან ანუ მაჩვენე ფეხი რომელიც ესე გამოიყურება ანუ ვის გაქვთ ფეხზე აი ესეთი ანუ სწორად თითები ხო აი ესეთი ხო ბიჭო მე მაქვს ესე მაქვს არა როგორც არა ეს ფეხსაცმელი როგორც მასე ვიძახი რა ეგრე არა ცოტა კუთხის შეცვლა მომიწევს მაგრამ მე მაქვს ეგრე რომ სახაზავი რომ დამოდე ჩაწიკწიკდება რა მაგრამ შენ შეძინა მაგრამ ეს არის ყველა ერთ ზომაზე რო არის რა ანუ ოთხკუთხედი ფიქრი და ეს რაღაცა მართკუთხედი მაგრამ მაინც საღო მე დიზაინები კაი არის და არა ხო სანთლით ვეძებთ ფეხსაცმლის დიზაინებს და თუ შეიძლება რა გამოყარეთ მეტი და უფრო მეტი ხო და აჰა შენი საყვარელი ხალხია აბა ამაზე მე 6-ე თუ მე-7 ეპიზოდზე ვილაპარაკეთ ანუ ბიგლეტსი რო დაუპარტნიორდა ერთ-ერთ მაღაზიების chains რო თავისია ეს ბიგლეტსები ანუ სათამაშოები რო გაეყიდათ ოფიციალურად მაღაზიებში და ეხლა მიაღწიეს 18 მილიონიან მოგებას გავიდა 4-5 თვე არც კი რა არ მარტო მაგით თუ მთელი წელში ანუ მარტო მაგ პერიოდში რა მარტო მაგ პერიოდში მაშინ კაი ბევრი ფული გავგეთ ანუ კი ანუ რო დახედო ანუ იგივე სტილის სათამაშოებს ანუ რაც კი შეგიძლიათ ტემუზე ან AliExpress და ასე იქნება მაგრამ არის ეს кейსი რატო რა რომ ხო ძირითადად ბამბუ ვდებთ ამათ ფერმაში რა ხო და ბამბუ კეთდება ჩინეთში და ესენი რასაც აკეთებენ ჩინეთში კეთდება ესენი რომ $3 ყიდიან ჩინეთში ყიდიან 14 ცენტად მაგრამ ამერიკული რო არის made in America რო აწერია და Walmart-ში რო შეცვლიდნენ და დააწყეს ეს თავისი პატარა თან ორიგინატორები რო არიან ანუ ალბათ მოდელს სანამ ესენი მოდელს არ გააკეთებენ სხვა ვერ გააკეთეს მოდელს ხო რა ვიღაც ანუ საკაიფო შეფუთო და ყველაფერი რო აქვს ანუ ეგრევე ანუ
თვალში კარგად ეცემა და ხო და მე თვითონ აი ეს პრინციპი მომწონს რომ ბევრნი არიან და ხო რა ანუ ბევრი პატარა რაღაცაა და რანი 200 რაღაცა მოდელი აქვს ერთ ჯამში რას საკეთებენ მაგრამ ეს კიდე ამის кейსსაც უნდა ანუ ხო ვითომ ანუ სხვა დაბეჭდილ ნაგავში გადის საასოებში ანუ არაფუნქციონალური პროსტა რაღაცა ანუ მიგეც რაღაც მაგრამ ანუ აქ კარგი ფასი რატო ანუ მაგრამ მე პირად ანუ ამას უფრო ვიყიდი ვიდრე იგივეს 14 ცენტად ანუ ის პონტია 5 ლარი არის სადაც ანუ უკვე რაღაცა ხარისხი არის პონტი არის რაღაცა 20 წუთიანი რაღაც რო შემოგთავაზდა 5 ლარიანი ხო ავტომატად twins გონია უფრო ხარისხიანი არის და თან 5 ლარი და made in America ანუ მარტო ეგეც 5 ლარი არის ნუ ბევრისთვის ისე ანუ ხელში წასავლები გადასაყრელი ფულის ოდნობა ხელში წასავლები არ არსებობს ეგეთი გამოთქმა იქ შესახები არა ხელში წასავლები ანუ დაახლოებით იგივე სუპერმარკეტებში ანუ კევი რაღაც პატარა შოკოლადები და კაფეები და ეჯადი ყავები რო საკასო აპარატით გვეძნებს რა ეგ არის ხელს წასაღები გასაგები ხელს გასაყოლებელი ხო ხელს გასაყოლებელი ხარჯის ნორმალური ოდენობაა რომ დედა მიყიდე და დახედავ და 5 ლარია და კაი გქონდეს ის რა აი კარგი საფასო კატეგორიაში მაგოში კი მაგ თვალსაჩინით იდეალური ისა შემდეგი არის არ ვიცი Walmart-ი ჩვენი Walmart-ი ვინ არის დამირეკეთ ჩვენი Walmart-ი არა გუდვილი უფრო არის ყოველთ მარტო დიდი ღმის გუდვილი მარტო ხო ის ვაკის გუდვილი Walmart-ი არა მაგრამ ვაკის გუდვილმა დამირეკოს მირჩევნა ახლოს ან გუდვილია მაინც შემდეგ კიდე არის ძალიან საინტერესო პრობლემას გადააწყდნენ რკინის ლაზერულ 3D ბეჭდვაში აი ეს სტატია სუშენ ხარ ანუ სტარტულად როცა რკინას ანუ აყალიბებენ როცა ანუ ადნობენ რაღაც ფორმაში ანუ სტანდარტულად იცი რომ გარედან აი რა ქვია ტემპერატურა ერთნაირად ეცვლება პლუს-მინუს და ამ ფორმაზე ამ რა წინაღობები და ამ რა გრადობის იქნება მაგრამ როცა ლაზერით იბეჭდება ხო რა წერტილოვანი გახურება გაციება აქვს სულ და ანუ აი ეგ გახურებულ წერტილებს შორის ბონდინგი როგორი არის ვიდრე უბრალოდ ანუ ჩამოსხმული რკინის გაციების ბონდინგი და აღმოჩენს რომ ანუ უფრო ნაკლები შეიძლება იყოს მაგრამ იმის გამო რომ აი ეს წერტილოვანი გახურება გაციება შეიძლება შენთვის გამოიყენო ანუ სპეციალურად სადაც გჭირდება რომ სჭირდება ისე გააძერო ან შეამცირო ეს გახურება როგორც იმ TPU-ს ფეხსაცმელზე ისე შეგიძლია რომ ლაზერს რაღაც შიდა სტრუქტურაზე ჩაუმატო რაღაცა უფრო მყარი და კავშირები და მithos ელოის როცა აკეთებ ანუ რაოდენიმე კი შენადობს ანუ შეგიძლია ისე გადაადნო რომ ანუ აი ოზმარტივი მარტივი ანუ კატანები როგორც კეთდებოდა ადრე ანუ ეხ არის სამი რკინა სხვა მეტალის გაგაკეთება რომ ანუ შუა ნაწილი უნდა იყოს ანუ დრეკადი რომ ანუ არ გადაგიწყვეტ ხმალი მე ცოტა გარეთ უნდა იყოს რომ ანუ უნდა იყოს ცოტა ბაუნტი რკინა რომ ანუ ეს შეიძლება რომ ძალიან თანთალებს გარედან მყარი ნაწილი რომ უნდა იყოს მე შუაში ძალიან ბევრი ენერგია რო არ გადასცეს რომ ანუ გარედან ნაწილი არ მოწყდეს შუა ნაწილს აჰა და ანუ აი ეს სენდვიჩივით არის ის რომ ანუ ყველა ერთმანეთს ეხმარება და ანუ ეგეთი რაღაცების გაკეთება შეგიძლია მიკროსკოპი მე რაც შეიძლება რიჯიდი მყარი რკინა ხო რომ თან ბასტრი რო იყოს და ანუ მარტივად ანუ გალექსის დროს არ გადაწყვეტს ან არ დაიჭიროს და ანუ კარგად იცის მაგრამ ანუ ეს არის ანუ მიკროსკოპულ ლეველზე შეგიძლია ესე გააკეთო ალოებით რომ ანუ სადაც გინდა როგორც გინდა უბრალოდ ანუ ერთ მასას ყრი მაგრამ იმის და მიხედვით რა ტემპერატურაზე დაადნობ ანუ დაადნობ ისე ვთქვათ ანუ რკინა და ბრინჯა ოდნება მაგრამ რა ტიტანი არ დნება და მაგიტო ეს ტიტანის ფული რო არის შიგნით ტიტანს რამდენი აქვს ნუ ის ტემპერატურა არ მაგრამ მაგალითად მოყავს ხო მაგრამ არა ის საინტერესო ანუ თვითონ მაგრამ ეს ანუ ეს უფრო მაგ დროს ფხნილში ანუ თქვა რომ რჩება რაღაც დრეკადობა სხვანაირი იქნება ვიდრე ყველაფერი ერთად გადაადო მაგრამ მაშინ ზედაპირზე წავა ტიტანი თუ რაც იზამს ანუ გარედან გადაადო და ანუ ბლობად დარჩება ანუ უბრალოდ ანუ
ყავაში შაქარი არ გამოდის, მაგრამ ანუ დაახოთ რომ დატოვა, ანუ так ხაშლამაში ცხიმი? არა, იმოდიუმის კაფსულები რო არის რა, ანუ ტაბლეტები რო არის კაფსულები, გარედან აპკი რო აქვს და შიგნით რო ის ფური რა, ანუ ეგეთ რაღაცა უკეთებ დაახლოებით. ოკეი. და ანუ როგორც გინდა, სადაც გინდა ისე უკეთებ და ანუ შეიძლება შეთვის გამოიყენო ეს, ანუ და ვიდეო თამაშებში რო არის, it's not a bug, it's a feature თემა რა, ანუ მას იგენ. და ეხლა ეს იყო, ხო, შემდეგი არის ბიოგუს მეორე ნაწილი. რომ მაგნიტური მიქსერი გააკეთეს MIT-ის ხალხმა, რომ ბიოპრინტინგის დროს ანუ პრობლემა რა იყო მოკლედ რა, ბიოპრინტინგის პრობლემა ყოფილა თურმე რა. რომ ძირითადად ბიოპრინტინგი ხდება რა ქვია ამ მეთოდს რაღაც ტყლარცში არის ხო და ტყლარცს აი იმ ტყლარც ქართულად რა ქვია რა ჯანდაბა გელ რაღაცა ხო გელში რა მოკლედ რაღაცა თხევად გელში ბეჭდვით ხდება ხოლმე ძირითადად იმიტომ რომ ნუ ეხლა აი რა მეთოდებიც გვაქვს რა FDM-ი და SLA არც ერთი არ მუშაობს ისეთი მასალის ბეჭდვისას რომელიც თვითონაც ფაფუკი და არ აქვს თვითონ მყარი სტრუქტურა რა იმიტომ რომ დაუშვათ ეხლა აი ამ კუნთს რო ვეჭდავდეთ აი ამ ცერატითის კუნთს რომელიც უზარმაზარი მაქვს იმიტომ რომ მაგარი ნაკაჩავები ცერატითები მაქვს სამზაფსაზე ხო ხო კი მენა სამზაფის კაცი ვარ ხო ანუ ამ ხელა რაღაცას ეს კუნთი რო დააგდო მაგიდაზე ხორცი თუ გინახავს ოდესმე რა ანუ ხორცი ხო რა ხორცი თუ დაგიდი ანუ საკუთარი წონის ქვეშ კოლაფსირდება რა ანუ საკუთარი წონის ქვეშ იტყვარწება ვარდება რა ხო და თუ ცდილობ რომ კუნთი დაბეჭდო თუ ცდილობ რომ ქსოვილი დაბეჭდო ხო რა FDM-ი არ გადგება იმიტომ რომ თავის თავს აწვება და დეფორმირდება და ასევე არ გადგება არანაირი ლაზერული და UV ბეჭდვის მეთოდი რომელშიც ანუ რაღაც არ მუშაობს ეგრე რა უჯრედები თუ რაღაც უკვე ხო უჯრედზე აშენებ მაშინ კი მაგრამ თალკი ჰაიში ანუ რას გეუბნები რა რომ უჯრედს მიაშენებ რაღაც მიკროსკოპულ პლასტიკს მაგრამ ანუ არ არსებობს თხევადი უჯრედი რომელსაც დაანათებ ჯერჯერობით UV შუქს და მე მყარი უჯრედი გახდება რა ანუ საღალბავი მილში და კუჭის საფეთში რო აკეთებ შიგნით უჯრედში ბეჭდა იყო ეგ რა მაგრამ თვითონ უჯრედი რო დაბეჭდო არ არის რა იმიტომ რომ ანუ უფრო დიდი ზომა უჯრედი ვიდრე მინიმალური პიქსელი დაუშვათ UV შუქის რა სულ თავი რო დაანებო ყველაფერს ხო და მაგიტო რაღაცა სიმკვრივის მქონე ჯელში ბეჭდავენ ამ ბიომასალებს და რა შეება ეს რომ ამ ჯელის ამომგდები ძალა აკავებს ამ შენი კუნთის თუ რა ნაწილიც არის იმის ნაწილაკებს იმისგან რომ ჩაიტყვარწონ განზე არ გადი გამოდის მაგრამ ამ პრინტვის მეთოდს ძირითადი პრობლემა ის აქვს რომ მაინც ეს ბიომასალა უფრო მსუბუქია ვიდრე გელი რომელშიც იბეჭდება და ტენდენცია აქვს ქვემოთკენ დალექვის და მაინც უფრო ხორა გრავიტაცია თავის საქმე შვება და იმის გამო რომ გრავიტაციამ თავის საქმე ისე კარგად ვერ ქნას უფრო გრძელ პრინტებში და დიდ ქსოვილებში მაგნიტურად მომუშავე ვენტილატორი ჩაამატეს სიტუაციას რომელიც ზემოთ ეკაჭება და ზელს მუდმივად სიტუაციას ანუ რა მასალასაც ბეჭდს იმას დღოებას მუდმივად და ეგ ამწოვი ძალა იმას შვება რომ არ გაგეტყლარწოს და თვითონ ანუ რა შეასაქმე რა რომ თვითონ მასალა საიდანაც ისხმება იქაც ილექება რა ეგ არის პრობლემა და ანუ მანდაც ხო რა ხო და თვითონ და გააკეთეს პატარა მაგნიტური სადღვები სულ ეს იყო რა მოახერხე ახსნა პატარა მაგნიტური სადღვები ტიპი შემდეგი ხო გეზარება თიარული თქვენი საკუთარი ძალებით ნაიკი ახალ სნიკერსებს უშვებს სნიკერსებს ხო სნიკერსებს ბოტასებს ხო სნიკერ რომელსაც ესე იძახიან რომ შენი ფეხებისთვის როგორც იბაიკი ისე იქნება შენი ფეხების ელექტროველოსიპედი აი ეს ბოტასი დამადე თავზე რაღაცა ბოტასი დამადე თავზე უიჭველი არ დაგავიწყდეს რომ ბოტასი უნდა დამადო თავზე ხო და
ეს ბოტასი მუშაობს როგორ, რომ ბოტასი არსებობს და მე არსებობს წვივზე მოსაბმელი ტიპი და ერთმანეთზეა გადაბმული და მოტორია საბათ შუაში და ერთი ისაა რომ ფეხს გასწორებინებს და უფრო ისე გადგმებინებს რომელიც რომ სტორპახოტკას გაძლევს რომელიც რომ სწრაფის სირბილისთვის შესაფერისია და მე ცოტათ გეხმარება მოტორით აი ამების გაკეთებაში რა და რაღაც ისაა რა რომ დავუშვათ 10 კილომეტრს თუ დარბოდი რაღაცა დროში ირბენ 12 კილომეტრს იგივე დროში ძალიან დიდი ბუსტია ანუ რა გეუბნები რა რომ ამ ბოტასებით მარათონში არ შეგიშვებენ რა 3D ბეჭდრა შუაშია იმიტომ რომ 3D დაბეჭდილი ტიტანიუმის ერთი ნაწილი აქვს ამ ბოტას და შესაბამისად ღირსი აღმოჩნდა ჩვენ შოუში მოხვედრის რა ეგ ნაწილი არის წვივზე რაც ემაგრება დებიან ხო მე მგონი ის აი წვის აი გადაბმის ტიპია და რაღაც ნახშირბადის ბოჭკოს რაღაც ნაწილები აქვს წვივზე ეს ტიტანიუმის ნაწილები აქვს რაღაც over engineered ცხოველი არის ეხლა ეგ რაღაც მაგას აი შაშან თუ შაშან წინ იყო ერთ კომპანია რომელიც ანუ თაში სიარული და ჰაიკინგი თუ გიყვარს რა ეს ეგზოსკელეტონი იყო ბიჭო ძალიან მომწონს ეგ მაგრამ მაგის გადაობა იყო სადაც 5-10 კილო იყო და 20 კილოს გაკლეფო ისე გეხმარებიო მაგრამ მარტო 3 საათი ქონდა სტორ გზაზე სიარული სიმძლავრე ბატარეა და მე რაც 6 თუ 7 საათი ჭირდება დადენვა ანუ კი ეს 3 საათი გაილი მაგრამ მაგას მთელი ჯაბახან რაღაცა იყო ამ ბოტას რამხელა ბატარეა აქვს ანუ 12 კილომეტრს რო გაგავლებინებს საათით მაგრად ეყოფა მაგ ბატარეა არ ვიცი იმედია მე რო დაჯდება ხელს არ შეგიშლის იმიტომ რომ რავი ტიტანიუმი ხომ სუბუქია შედარებით სხვა მეტალებთან ორივე ფეხზე კაბელი რო ჩადეს და ბატარეა პაუერბანკი რო გიდევს კიდე რა ხო და კიდე რა მაინტერესებს რომ დაჯდება ბატარეა ხო არ იჭედება რა ანუ ხო შეიძლება რომ იჭედებოდეს და მე უცებ ხო რა ესე უნდა ხო და ბიჭო ეგზოსკელეტონები ძალიან მომწონს ეგზოსკელეტონების იდეა იმიტომ რომ ის არის რა რომ აი სწორგზაზე ეგზოსკელეტონი თუ გჭირდება და შეშმო პირი არ ახარ გაეთრია ქენა რა კარგად მეყოლე შენ არ მონაწილეობ რა მაგრამ ანუ ეხა worksite-ის ამბავში რაღაც ანუ რა ვიცი რა ის ბლოკის ზიდვის დროს რო გეხმარებოდეს რაღაც რო წელში არ გაწყდნენ თუ შეიძლება რა მაგრამ პრობლემა ისაა რომ ანუ ეგზოსკელეტონების თავი პრობლემა ის მგონია რომ საკმარისად კარგად რო გავითარდება ეგ ტექნოლოგია უფრო კარგად გავითარება ის რობოტი რომელიც უბრალოდ ჩაგანაცვლებს მაგ საქმეში რა ხაზე ხარ რომ ფიქრობ რომ რა კარგია ეგ რაღაცას ჩამოსვენ და მე ქვებს უფრო ადვილად წავიღებ არა ძმაო გაგაგდებენ სამსახურიდან და ის მას რასაც ჩაგაცმევენ არაფერს არ ჩასვამენ შიგნით ერთ ჩიპს ჩადებენ და წაიღებს შემაგერად იმ ბლოკებს ხო რას ამბობდი გაგაწყვეტე არა მაგალითად კი აი ეგ ანუ რას მერე თან სევდიანი აზრი არის ეგ რომ ანუ ეგზოსკელეტონი მინდა რომ ქვა უფრო კარგად ავწიო ხო ანუ რომ სტახლი უფრო სწრაფად ავაშენო ბედნიერი სიზიფე რა 5 წუთი კბილი ხო მაგანაც უნდა ნახოს ცხოვრებაში არა რაღაცა 5 კილოგრამიან ცემენტის მეშოქს უფრო მარტივად წავიღებ რა ანუ კი საღობა რაც ანუ რაც მოიჩენ მართლა ჩაანაცვლე რობოტი ეგეთი სამსახურები ანუ რაც manual labor რაც არის რაც ანუ ადამიანს აზიანებს როგორც ფიზიკურად და ფსიქიკურად რა ძალიან ახლოს ვარ მე მგონი 5 წელი არ ვიცი მაგრამ აი 10 წელიწადში რობოტი თუ არ მეყოლება ყანაში გასაშვები მე ჩავთვლი რომ ჩავფლავდი როგორც ადამიანი რა და თან რობოტი და არა ფილიპინელის მიერ ხო არა ვეიმო ტაქსი რობოტი აუ ეგ რა საშინელება არის რომ რობოტი რო ვიყიდო და რაღაც ხოზე ყარ სამზარეულოში ტრიალებს და რომ აღმოჩნდეს რომ ვიღაც საწყალი ფილიპინელი დიასახლისი მუშაობს ჩემ რობოტად და საათში $1 უხდიან რა რაღაც ეგეთი ეგ მაგას გული გამისკდება და რეალობა არის ეგ არის გადაობა ხო და ხო თათრალი გადაობა არის რა ანუ ვეიმოს ტაქსებში ხო ის ხო წინაზე ვილაპარაკეთ ხო მაგას თო просто ჩვენ თვე ლაპარაკობთ ხო მაგრამ ისიც ტესლას თუ ამაზე თუ ისი რობოტები იყო იქაც რომ გამოის რომ просто ვიღაც ტიპი იყო რომელიც ანუ
ეგზოსკელეტონის ანუ მართვის აპარატი ეცვა და ანუ მაგით აკონტროლებდა wirelessly. ხო. და ავტონომიური რობოტი ამას კლობს თაგას და ასე კოქტეილს აკეთებდა და ასე თუმცა просто ვიღაც ტიპი კი, ვიღაც ტიპი ზის VR-ში და ხო და ბიჭო ისა ანუ მაგრამ მაინც ეხლა ჩინურ დემოებს რო ვუყურებ ჯერ იცი რა არის მის კიდე რომ აი გავიგე მაგრამ აი რობოტები გაკეთება დავიწყეთ პირველივე კუნგ-ფუს რატო ასწავლი მაგის დედავატირე ანუ ეგრევე ჭყობს რატო ასწავლით ამ რობოტებს ანუ რა ვიცი მე რა მე სხვა პრობლემა მაქვს ანუ რაღაცაერთად კი გასაგები არის ანუ ჰიუმანოიდ რობოტები საკაიფოა მაგრამ ერთ-ერთი ანიმე მახსენდება რა ქვია Knights and Magic თუ რაღაცა ერქვა ანუ მან ისე კაი ჟანრის ტიპია და ანუ მექა და რა ქვია მას განდამის მოყვარული ტიპი ანუ ეგეთ სამყაროში გავიდა სადაც ანუ ეგეთი ანუ მექები არსებობს და ბრძოლებენ და ტიპი უყურებს და ანუ საბრძოლო რობოტები ან თუნდაც დიასახლის რობოტები ან რაც რობოტი ჩავდა იყოს რა ანუ მოარგე იმ საქმეს რაც უნდა აკეთოს რატო არგებ არა ადაპტირებულ სხეულს რაღაც სპეციფიკური საქმის გაკეთებაში ანუ რეალურად ანუ ადამიანის სხეული ანუ ერთი რაღაცის არის კარგი ბალანსი შენარჩუნებისთვის ანუ გიროსკოპი გვაქვს კარგი თავში და კოჭებში სხვა ანუ ყველაფერი ფუჭდება არაფერი არ მუშაობს ბევრი რაღაცა შესაძლებელი არის და ხო არა რა ვიცი მაგრამ ხო უნივერსალები ვართ მაინც რა ხეზი ასოცირებას შეგვიძლია და წყალში ჩაყვანთვაც შეგვიძლია მაგრამ გლადოსი არ გვინდა ეხლა ხო არა რაღაცა სუფთა და რა ვიცი რა ჩაგვანაცვლებენ რა ჯერ სამსახურს წაგვართმევენ და მე სახლს მაგრამ მზეს რა ვიცი კითხვა რომ ანუ ვოლისკენ უფრო წავა თუ იდიოტოკრატიისკენ ბიოკრატიისკენ წასულები ვართ რა ვიცი მე ჩვეულებრივად რა მაგრამ ეგ არის მშვიდობიან და კარგ ნოტაზე დავამთავრებ და შემოერთი ჩვენ ჰობი tavern discord server არ ვილაპარაკოთ იდეოკრატიაზე დავით ბაი